შეგვიძლია? ბუკა დიმას მატორმა დაუსტუკა. აი გვარდა მატუკი ჯუნიორი ვიგულისმე ბუკაში და აგერ მერე ბუკა კაცი კაპიტანი კაპიტნის მენტალიტეტი. ბიჭო, აქ როგორი ესეთ დაწყება. ეს მე ვიზა. ეს უნდა იყოს პირდაპირ ეთერი თქო რა. ეს ისეთი მეგობარი მყავს, სტუმრად დაგარტყავს ამერიკაში გადაგაგდებს. აი, ბავშვობის ხუმრობა იყო ეს და დიმა დაგერხა. გაგიმარჯვე, შენ მარჯვენას გაუმარჯვეს. შენ მარჯვენას გაუმარჯვეს. Vamos, venga, yale. გამარჯობა, ხახო, გამარჯობა. თქვენ რა გენაღლებათ, შორიდან უყურებთ ამას კვირაში ერთხელ და. მე მოძილი მაქვს. მერაბ შარიქაძე. ბუკა? რა დრო დადგა? ჩემო ბუკა? რო ჩაწერ მერაბ შარიქაძეს. პირველი აგდებს. რკენა მაგრამ რკენას მივესალმები. ძალიან მაგარი ივენტი ჩატარდა, უცბად მინდა თქვა, შეფუთული ხოშიანად, გაფორმებული ხოშიანად, ჯიგრულად და აბსოლუტურად ერთადერთი რაც ჩემში დღესაც იწევს რაღაცა ოდნავ სინანულის ნობას იყო ის რომ ამანი ჭუბა იქ. ხო. სხვა გამი. იცი ეს ეგ რატომაც ვამბობ, თქვენ ხვდებით ალბათ. ნუ მართლა გული ნაღდი იცი რა იყო და კარგი? აი მაგას. ნაღდი და კარგი არის ეს. არა, ზოგადად ეს ბევრი უნდა გაქოთ. აი. კიჩე ფასება. უილი რა იქნება ხა თავის თავს თვითონ არ აკეთებს და ჩვენ უნდა ვაკოთ, მაგრამ რა იყო იცი მან მთელი მუღამი რომ უმრავლესობა კი არა 100-დან 100% სიყვარულით შეხვდა მაგ ამბავს მონატრებული და აი ეგ არის ყველაზე მაგარი რომ ისე ენატრები და ისე მოენატრე სპორტის კომაგებს კომაგები ყავს ჩვენ ხო და სპორტის კომაგებს ისე მოენატრე რომ ყველა გული შეხვდა რა ისტორიული კადრი არის სტადიონზე პირველად მივიდა ნაკრების თამაში ტრიბუნა და აი კადრი არის აი როგორი კადრია იცი? აი კადრი. შენ არ გალაპარაკებ ასე ხარ ეხლა სასპენი იქნება. და ისეთი კადრი არის რომელიც ნებისმიერ სრულიად გულქვა ადამიანსაც რო ემოციებს აღუძრავს. ეგ ყველა ვარიანტია და თან ამას მე ხა ძალიან დიდი ხანია ვიცნობ სულ მქონდა ხოლმე კონტაქტი აქტიური მორაგბე როცა იყო ნაკრების ყველაფერი და სულ პასუხს ხვდა და სულ და ჯიგრულა და ეს. ბუკას მაიკამა. ჩვენ ვიცი მეც მაქვს. ქუთაისში მაჩუკა. მეც მაქვს ნოდა. ბელგიელები რო დააბნელეთ. დააბნელეთ. ბელგიელებს ამ შეჩება ბებია შენს დააბნელებს. უფრო კაი გავიხსენოთ იტალია მაგალითად. მოკლედ ბილი ბერკის ირლანდიურ პაპში ვიმყოფებით კოსტავა 77 77 ეს ვარ თქვა შანსი არ არის ეს ხუჩას მერია კაცშევებული და მე სხვათა შორის და 100 მომწონს მერაბ შარიქაძე გაატარებს ამ 1 საათს თუ მე თუ რამდენი დაგჭირდება ჩვენთან ერთად და პირველ რიგში მინდა მოგილოცო დღევანდელი დღე ბარბარობაა დღეს ბარბარობა დღეს ჩვენ ამას და ყველას გილოცავთ თქვენს და რა ვიცი კი და ჩვენი კომაგი აი ესე ვთქვათ რა უცებ ჩვენი კომაგი სად არის აქ არის ხო სიამოვნება ორმაგი ნახე ალექსი მივეცი ხო არ ღადა გამოიყენეთ სლოგანად კომაგი სიამოვნება ორმაგი და სხვათა შორის ბუკამ შეაფასა ვერ მოითმინა სანამ ჩავრთავდი კამერას ეკრებე თქვა რომ მაგარია უგემრიელესია ესე თქვენ და დახავდეთ როგორ შეჭავთ და ჩვენი კომაგი ქართულ სპორტს ნამდვილად ჭირდება ვაიმე დღეში ტკარც ხო და აქვე დიმა აუცილებლად გორზე უნდა ვთქვა გუნდზე რა რომელიც გადმოვიდა მეორე ლიგაში იმეს ნახე ხო რა და აი ახალგაზრდა ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს ილიამ ღებრიშვილის სახით და წარმატებები მინდა უსურვო ყველას ძალიან ბევრი საინტერესო ესეთი თავგადასავლები გველის გორის აღამობით თამაშობს ხო? მერე? და დილავობით. აი ხლა თუ და აუ დამბუცკა. მოგრე დილოს დავთ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ბუკა რომ მოხვედით დღეს ჩვენთან. და დიდი ხანით წინ გვინდოდა შევხედული ყავით მაგრამ არა იცი რა პირველი შენ იყავი ვინც დამირეკა მაგრამ ნუ ვიცი რატომ შენ კი იცოდი მე ბიჭო რა სისულელია ხა მე ვაგის პარკში რამდენჯერმე შევხვდით რომ არ შევდი დარბოდი და რა ვიცი აი ხა რაღაცებს უყურებ და აი ვერ მოგვინელებია და იმედის დღემდე გვაქვს რომ ბუკა მერაბ შარიქაძე მაინც დაბრუნდება და ასე შემდეგ არის ამის შანსი ამითი დავიწყოთ მოდი როგორ გონია ძალიან მინიმალურად აი ხა დღეზე დააგვიანეს ერთი კვირა ის გასაჭირებული რაც მაქვს იმის პასუხი უნდა იყოს რა და ველოდები არა მე არ გაქვს იმედი ისეთი ხალხის ხელში არის ეს ჩემი საქმე რომ არა რა უნდა მოხდეს არ ვიცი რა უნდა გეუნე ველოდები რომ უარესი მოხდება და ხო მაგრამ შენი პიროვნებიდან გამომდინარე არა რას ვამბობ რაღაცამ ხო შეიძლება გადაწონოს რომ ეს არ არის უდისციპლინო შენ არ ადამიანობას აწევი ხეიზე მაგათ ეგ არა მაგრამ ის განვლილი გზაც დიმა ხო არა აქამდე განვლილი გზა ხა რეალურად მაგათან ის რაც იყო საუბარი რაც იყო
პირიქით უფრო ისე ხო იცი ხა ენაზვალი არა ისე უფრო ისე დაიხვიეს რომ აი ეგეთ რაღაცაში როგორ მიიღე შენ მონაწილეობა და რაღაც ეგრე ხო ეხა შენს თვითონაც გითხრა ამაშავე ვარ კაცო ეხა იქაც ძალიან მინიმალური კრიტიკა ხალხისგან ვინც იყო იმათმა ეთყობა ინტერვიუს ბოლომდე არ უყურეს და ამონარიდებს უყურეს და ისინი იძახიან რომ არა მე თავიდან ბოლომდე ამაშავე რო ვარ ეხა მაგას რა თუნდა ლაპარაკი სისურელეში ამოვყავი თავი აი სისულელი ზუსტად აი ეგ არის საწყენი რო ისე თემა იყო რა მაგარი სისულელი აბსურდი მაგრამ აი ახლა ახალი გამოწვევები და ახალი ამბები ხო არა მაგაზე ეხა ბევრს არ გალაპარაკებთ ნახდათ უბრალოდ აი ღალატის ანატომია არის საზიზღრობა რა ქართული ძველი ისტორია რო გავიხსენოთ ომები და ღალატები და ერთ-ერთი მაგალითი არის ეს ამას ერთს ვიტყვი ახლა და უნამუსო ადამიანებს მიმართავ თუ უყურებენ ამ ჩვენ YouTube-ს რომ რავი წარმატებები ძმაო აი ამას გეტყვი მარტო ვეტი არაფერს იმიტომ რომ ეს არის რავი იცის ყველა როგორ შეიძლება მომხდარიყო ერთადერთი ვარიანტი იყო და ეს ვარიანტი მოხდა რა და სახელებს გვარებს ეს კაცი არ ამბობს და მეც არ მაქვს უფლება რომ დავასახელო მაგრამ შიდა წლებში ყველაფერი იცია და ყველაფერი მოეთხოვება სადღაც ზევით რა ვიცი როცა იქნება რა ეს კეთილი კაცია ბიჭო არ არის ბოროტი ტიპი და ამა პირველად სადგა ეს არის ღალატი რომელიც არის საზიზღრობა ამაზე ცუდი საერთოდ არაფერი შეგზნება არ არის და არ მიღირ შენებულობა ჩერდიბეთკი მართლა ჩაიდე სასისკი პირში და გიიღე სიამოვნე ამა პირველად თუ სამართლობის წინააღმდეგ აი სად გაილაშქარ მე წარმასლები არ ყოს გაექანა მაგრა ანგრია ის ბიჭო გიჟია მასტორი უწიახსვლები ჩავდი ხო და მე აი ხლა მე აი ეხა ახალი გამოწვევა ის ემოციები ხომ მოყვება კიდე ხო წარმოვიდგენდი რომ უცებ აი მან ახლა მოდი ეს სუპირველი არა სულ თავიდან თქვი რა საიდან გაეზრე მანდორში აი ის პირველი ან დარეკვა იყო ზარი იყო აი ის პირველი მომენტი მაინტერესებს პირველი მომენტი გიორგი დოდელია წერს მე არ ვიცნობდი დოდელას აღმოჩნდა რომ მე ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ყავს და ეხლა ძმაკაცო წერს რომ შენთან შეხვედრა მინდა სეტანტანთან გაწუხებ რა ვიფიქრე რომ პირველი ხა მაგ პერიოდში ვინმე თუ ესე იმას მიშებოდა მე კონტაქტებოდა ვეუბნებოდი რომ რაღაცა ესეთი და ესეთი ის არის სეტანტა ხა ტელევიზიაა და მე თქვი რაღაცა ან ინტერვიუ უნდათ ან რაღაცა ერთჯერადად კომენტატორ რაღაც ეგეთი და მოუთხარ მე თქვი აზრი არ აქვს მე თქვი რა ჩვენ შეხვედრას თქო და რა გაინტერესეთ პირდაპირ მითხარი თქო ზოდელა მეუბნება რომ არაო მინდაო რომ შეგხვდეო მე თქვი ჩემი ისტორია იცით რაშიც ვარ კიო ყველაფერი ვიცითო და მე მაინც გავაგიზგათო კიო გვინდა მე რას წარმოვიდგენ ხა საცეტანტა სადისა ვერ როგორ უნდა მივხვდე მივედი შეხვედრაზე ზოდელასთან და რაღაცას მეუბნე მე ხა მაინც ბოლო წამამდე მგონია რომ ან კომენტატორობას შემომთავაზებს და რაღაცა ეგეც არა მე თქვი და არა თქვი არა ან რაღაცა რა ან მოედანზე რაღაცა გავიჩითოთ ან რაღაც რა ვიცი არ ვიცი და რაღაცა საჩუქრები მაჩუქა რაღაც პროექტორი რაღაცეები და ასწორა მაგრამ თან ვერ ვხვდები და ბოლოს მორიდებულად ესე მეუბნება რომ შენ ისე ვარჯიშობო ხო ჩხუბობო და მაგ პერიოდში დავდიოდი რა ჯერ ჩემპიონს აკადემიაში დავდიოდი ბიჭებთან მან დავიწყე ვარჯიში რაზე გამოყავდა ხო რა თან ისე მაშინ კიდე მეგონა რომ შეიძლებოდა დაბრუნებულიყავი მოედანზე და რაღაც ფორმაში რო ყოფილიყავი ეხა რა მე მგონია კაი ჰა მაგის მერე ვარჯიშობდი კიდე კრივში ოთოსთან ხო და ბიჭო შენო ხო ჩხუბობ მე ვთხარი არა ჩხუბობ ერთობი მეთქი ის ვარჯიშობ რა შენო რაღაცა ვიდეოები ისე სპარინგები ქონდა სერიოზული თუ გრუშა და რაღაცა მალაღურა დადიოდა ჩემთან ერთად და ირაკლი ჯაბნიაშვილი და მაგათაც დავდიოდი მალაღურა შეხვდა გამდენიმე დღეში და მე ტურიკა და ჩემი ზმაკაცებთან ვარჯიშობდი რა და მეთქი რავი მეთქი არა ითვლება მეთქი არაფერი უბრალოდ ვარჯიშობ რაღაცაა და მოკლედ საჩხუბარ ორგანიზაციასო ვაკეთებთო რომელზეც ერთმე ვარ კენაო აი რაგთან კავშირია ვა მეთქი კენა უკვე მომეწონა რა მეთქი ვარა შერკინებარ კენა რაგთან როგორ შენ გამოდაარ რაგთან ლინკი დავიჭირე ეგრევე მაგან გაასწორა და გვინდაო რომ შენსო იჩხუბო არა მეთქი რა ვიჩხუბო მეთქი ოდნავად ზადარ ვარ მაგისთვის სად ვიჩხუბო მეთქი როგორ ეგა აიო მოგამზადებთო და რაღაცაო რა ისე იმას ვიზავთო რომ ჩავთვლითო რომ მზად იქნებიო მერე გაჩხუბებთო რა და საერთაშორისო ხო რომ დიდ კონს ვაკეთებ დავიდა მეთქი არა მეთქი თავში შევირცხე მეთქი ეხა ისედაც რაღაცა რა რაში გავიჩითები რა ორგანიზაცია ამ ორგანიზაციის იმაშიც ძალიან კარგად გავფილტრავდი სიტუაციას შეჭვი შემეპარა რა მეთქი რაღაცა
ხადაობაში არ გავიჩიტო, მაგრამ მე რო დავფიქრდი რომ სეტან დააკეთებს ავტომატურად სეტან და მაგრები არიან ეხლა და თუც არ გააკეთებ, მაგრამ პირველი რეაქცია იყო ეგ უთხარი რომ მეთქი რაღაცა მე დაშვება რომ გავაკეთე რომ სეტან და მომენტ აი ორგანიზაციას გააკეთეს, მაგის შემდეგი კომენტარი იყო რომ მეთქი სულ რო დავთანხმდე და ეგეთი რამე რომ მოხდეს, მეთქი ქართულს არ ვეჭუბებით ხო რა. ეგ უნდა მეკითხა ხო ეხა მაგან ხო არ გაგიადვი და მეთქი გადაწყვეტილება რომ მეორე ის მქონდა, მეთქი ქართულს ვერ ვეჭუბები ჯერ ესეთ ვერც დაშვებას არ მქონდა რომ უცხოელი შეიძლება. არაო ქართულს ვარ გაჭუბებ და უცხოედან ჩამოვიყო. მე ქართულს არ ვეჭუბები რომ არა გამორიცხული. არა მე ეს გადარწროს. ქართულს არასდროს. აი ეს ესპანელია და ეს შეგიძლია გაძახნო. რატო კაცს არ აქვს აგრესია. ეს არის ესპანელი ვარ ოჯახი და ეს შეგიძლია ცევა მე არ საქართველოს საუკუნის ჩამოსული გვარია. ხო და მე ხო და მე მეთქი კაი თქო რა მოვიფიქრო თქო, მაგრამ თავში დამიჯდა, მაგრამ მაინც ეს სკეპტიკურად წამოვედი, მეთქი რა ვიჩხუბო რა ვიცი. მე თან მაშინ მითხრა რომ პირველი ივენთი უნდა იყოსო ზაფხულშიო რა. ეს იყო აპრილის ბოლო. ეს ზაფხულში რო ვიჩხუბე ხო თავისთავად და აი ზაფხულში თუ არაო სექტემბერში და ზაფხულში როგორ ვიჩხუბე ერთ კვირაში სიტუაციას იცოდა მე ოქტომბერში. კაი მეთქი მოვიფიქრებ თქო რა. ისე წავიდა მაშინ რაღაცა გასაჩივრებები ისინი მიდიოდა ველოდებოდი რომ ეგებ რაღაცა და ისიც არ მინდოდა რომ ეხა ამათ ეხა რესურსები ჩაედოდ მე ვარჯიშები ამეთ ეხა ისა მე უცებ მე თქვა რომ და ეგ რო უთხარი დოდელას მე ერთი თვის მე ერთი თვე პასუხი არ უთხარი იმიტომ ამას ველოდებოდი ეს პერიოდი იწელება იქ მაშინ კი არა აგერ დღევანდელ დღემდე მაგის მე 8 თვე გავიდა თუ 9 თვე და ჯერაც არ გადაწყვეტდა და მაშინ მეგონა რომ 2 კვირაში გადაწყვეტებოდა და ეგ რო უთხარი რომ მეთქი შეიძლება ეგრე მოხდეს მეთქი ძალიან ისეთი რამე მითხრა რომ აი არანაირი პრობლემა არ არისო პირიქითო მაგრა გულშემატკივრობთო თუ დაბრუნდებიო ყველაზე მაგრა გულხარდებოდა არც არაფერი რასაც ჩვენ რასაც დავიხარჯები და ისო არ გვიღირსო ყველა ფრათორა და პირი გულშემ მეთქი საღო და მაშინ მაგ დღეს უთხარო დავა მეთქი ხვალიდან დავცხოთ ვარ აი მაგ დღეს აი იცი რა მაინც პიარის ვარიანტში მაინც კაი გამოვიდო და თორე დაბრუნებული ხარ რა მაგრამ ეგ გასაიდუმლოებული იყო თავიდან მე ვარჯიშები დავიწყე მაისის ბოლოს კი არა და ივნისის ხო ფაქტობრივად მეორე ნახევარში და სექტემბრის ბოლომდე ოქტომბრამდე არავინ არაფერი არ იცოდა სახში წესიერად არ მithქვამს წარმოიდგინე და პადუმეებში სარდაფებში ვარჯიშობდი და ხალხი რო გადიოდა დარბაზებიდან რომ ჰაიპის პონჩი მაგრამ მე არ გამოვიდა ვერ მოემზადებოდი ფიზიკურად ნუ არა ხო ეხა ხო ისე გამოვიდა რომ შენ დააბნელე მაშინ თუ ეგრეა მეთქი გამისწორდა და ხო და აიღო კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამაც ჩემი მაშინ როლი ჩემ გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა რა რო ვკითხე რომ მე პირველი ივენთი როდის დაიგეგმა თქო ხო ვიცი რომ ზაფხულში იყო თქო და τότε და არ ვიციო ცოტაო არ ვიციო რა რაღაცა ისე იყო ცოტა უხერხულობა შევატყე და მე ვთქვი ოქტომბერში მეთქი და ესე გამომხედა ეს ცოტა მორცხვა და მოკლედ შენ გელოდებითო რა რო პასუხობ ხო რა იგივე პირველი ივენთზე გვინდა რომ იჩხუბო მაგამდე ისე იყო ვითომ პირველი ივენთი ჩატარდებოდა შენ მე შემოგვიერთიო და ეგ რომ მითხრა და რომ ვიგრძენი რომ მაგათვის ხო მნიშვნელოვანი იყო და რაღაცა ჯიგრები არიან ნაღდა რა არა ისე რა გეღა მაგ დროს უკვე მეთქი სო წავიდა ხვალიდან დავცხოთ ვარჯიში აი რისკს ასობიერებდი რომ აი რო გაელახე ვიღაც ტიპს ეხლა ხო ხვდები ეხლა ესეთ მდგომარეობაში აღარ იქნებოდი რომ წაგეგო ანუ კიდე ერთი ის გექნებოდა დეპრესია რაღაცა უბედურება როგორ არა ეგ იყო ყველაზე დიდი შიში რა თუ შეიძლება დაარქვა და გამოწვევა რომ აგისთვის მაგრამ მოვემზადე და ის და თან მე ისე მოხდა რომ ეს ვისაც ვეჭხუბე 3 ჭხუბი ქონდა ჩატარებული და 2015 წლიდან ჭიდაობდა ხა მოჭხუბარი რეალობას რო თვალე გაუსწოროთ მაგარი არ იყო მაგრამ მოჭიდავა გრეპლერი იყო სერიოზული ჭიდავა ხელი არა არ ჩვენ ქონდა თან გამოცდილება და ჭიდავა ეს გრეპლინგი აღმოჩნდა რომ რამხელა რამე არის იცი ვერ ამოწურავ შენი დამოკიდებულება პელიზმი ზოგადად აქვე შენ რა გინდა ამ ადამიანს მით უმეტეს არეშინია თით რა დეცმა ის რო გაგწევ თვალი არ ამხოთხარო ის გაწიეს და კასტეტი რო გაგწევ კასტეტი შენ ვითომ წიგნის სანიშნე ადოს ხალხს სერავს მაგითი დადი ნოდარ დაუნდობელს ეძახიან ამას უბანში შენ ხო იცი რასაც გეძახენ იმ დროს რო დაგიძახე ეთერში როუზ მაგრა გაგა როუზ კაი უკითხე რაღაც ეკითხებოდი ურამი არ და რა გაგაშველი ბიჭო და გაგიფენ და მე ეს რო დაგერევი შე რა მაგრამ მე არ მინდა ეს მარტო ესეთი მეგობარი გვესტუმრა თქო მე უკვე გითხარი რომ დაგარწას ამერიკაში გადაგაგდებს ისე და ჩენი ოცნება ამერიკა ნახო ახლა რა გაკითხე თუ არა ხელი გააჩერე ეუნებოდი გაჩედი რა ხო და აი შენი დამოკიდებულება ზოგადად რა აი ხალხმა მინდა რომ გაიგოს ჩვენ სერიაში აქ არ გვითხრავს რა აქ ეპიზოდების ჩაწერისას მეგობრებო ჩამოსულა ჩამოფრენილა
თვითმფრინავი თამაში იქნებოდა, რაც იქნებოდა და აეროპორტის აიღებდა. აეროპორტიდან მოსულა ჩვენთან გადაცემაში ხას უსვავ, იმიტომ რომ ეს არის პროფესიონალი ადამიანი. აეროპორტიდან კი არა, პირდაპირ პარაშუტი ჩამოხდა ის ეზოსტუდიაში. ხო და ეგეთები სხვათა შორის რაგბის სამყაროში არიან მარტო. ხო. მართლა? აბა ბიჭო, სხვა სტუმარი არა ეგეთია. ერთხელ იყო, არა სოსოფროიძე იქიდან რომ ჩამოვიდა. არა კაცი. სოსოფროიძე მაგრამ ვენაც არა, ნემსო მაგალითად შენ. კი, მორაგბე. ეგეთი რაღაცეები რა არის. არის. ეხლა საით მიმყავდა საუბარი. ნუ, შენ ეხლა- შეგიძლია გადაწყობა, მობილიზება, ფსიქოლოგიური კუთხით და მაგას მიუთითებს რა ზუსტად რა. ძმები, საკაიფო შენ ტანა. რო გამოდიოდი იქიდან რა, ხო იცი ჩხუბის. მაგ დროს რა თუ გახსოვს ემოციურად მესმის გადამწვარი იყავი შენ. რა გიტრიალებდა თავში. რა მუსიკა იყო? კეინი შენ რომ ვესტის. ღეროდი იმას. და შეუთანხმდი მე უფლებები. რავი, აქამდე მეგონა რომ იქამდე არ მივიდა, არ მივათქო და ისე გავარდა ეგ ისა და რა მივიდა, ბიჭო, მივამართა. და მე მაგ დარხეული ეგ ამის მერე შეგიძლია ჩართო დიმას აბა ერთი მეორე მაგარი სიმღერა. ხო და რა გიტრია. ძმები გაისტორი გიზგე. რეალებდა. არ გაქვს და შურს ჩემი. არ ზოლისთვის ვემზადებოდი რა, ეხა ისე კონკრეტულად ბიჭო გაჩერდი. შლეიფივით მოყვებოდა ის მაინც რაგბის აი სიმღერასეები და გულიწვევი. წინა საბრძოლო ისა რა ქვია, მდგომარეობა თითქმის რაგბი. ხო, სანამ ერთად გახვალ გასყო, მოედანზე. იმიტომ რომ იქაც ეხა მაქსიმალურად გაქვს, ეგ იქაც გადიხარო ტიპი უნდა დალეწო და დაგლეწოს და აქაც გადიხარ მაგისთვის და იმის იქით ნერვიულობა აღარ არის. მაგრამ ეს გუნდურია. ხო, მაგრამ მაინც შენ პირადზე შენ სამოტივაციო სპიჩები ქონდა. ხო, იქ სხვა პროცესი სხვა იყო, მაგრამ ძალიან მაგარი პრესკონფერენცია ქონდა. პროცესი სხვა იყო რა, და პროცესი განსხვავებული რა იყო. ისე მე ხო ბოლო ჩხუბობდი ეგრე გამოვიდა რა და აქამდე ჩემი ძმები ვინ ჩხუბობდნენ, ამ ჩხუბებს უყურებდი გასახდელი და ტელევიზორში რა. ეკრანზე და აი ეგ იყო რომ ამაზე ნერვიულობა ისა რამოდენიმე ჩხუბი ვიჩხუბე ფაქტიურად ჩხუბამდე რა. ხო. ეგ იყო არა დიდა დავიღალე არა მაგრამ დავიღალე ოქტაგონზე. იქოქებოდა ემოციები. მაგრამ ის არის რა აგივარდა დავარდი მე ვიღაცამ წააგო გაგიწყა ვიღაცა მოიგო გაგიხარდა. აი ამ გუნდურობიდან ამ ინდივიდუალურზე გადასვლა აი როგორი თემა იყო აი გუნდური არის ესეც რა. არა გარეთ კი არის მაგრამ იქ რო შეგაგდებენ და დავაი ნახვი. მიდი შეუბერე. მაგრამ ეგრეც ხო საბოლოო ჯამში იქაც ბზოლა და იქაც მარტო კიდ გახარ მაგრამ ის ხო უკვე შემოფორმულია მარტო ხარ რა. რა უკვე დასაღები გზა აღარ არის მაგაზე ფიქრის დროს აღარ არის მან. მომამზადე. გამოგავდა დააქშლი ბიჭო დღეს მინდოდა მეთქი ვთხოვ ბუკას მეთქი ბიჭებს ეთქვის ხო და იქნება ერთი ერთწუთიანი რაუნდი მე და ამან ოღონ უთხარი რომ მეთქი სერიოზულად ვიჭხუბოთ ხო და ეხა პროსტო რა დაემართება არის და ერთი შავწეროთ მე და მივიდეთ ოქტაგონზე წინჯოთ ხო ხო აი რამდენად საშიშროებაა რომ სერიოზული ტრავმა მიიღოს ჩააგაცნებთ იმას რა არა მე პრიმალის მოტეხილობას რა უჭირს რა ხო და რა პრობლემა ჩაცმა არ მინდა მე კაცო რა უნდა ამას ჩააცვი ატარა პრიმალის ხვირი არა ხო იცი წინადღი დამირეკა შენ ლეკიქები და ფეხებში ბაჭდი აი ო ამას პლასტიკა აქ არის შენ პლასტიკა მაქვს მე მაგრა ვცეკვავ წინადღი დამირეკა და მითხრა თუ ეს დაიგეგმაო ღმერთი არ გაგიწყრეს ყივნეულში არ დამარტყაო სადმე ბიჭო ერთხელ რომ მომარტყა შენ დავანებებ ჩემ პროფესიასაც თავს აი ვიწყობო თუ გინდა 30 წამს გაძლევ მამის ტოლა კაცი თუ არ გაიქცევი ოღონ თუ გაიქცევი ხელი როგორ ავწიო უბრალოდ მამის ტოლა კაცი ბუკა ხარ მოკიდე ეხლა იმას მოკიდე არა მოკიდე ბაბარგაბი ბამბა ჩეულებრივი თანაბარი ბრძოლა იქნება იმიტომ რომ მე დამდობი ვარ MMA გინდა თუ კრივი თუ მე უნივერსალი უნივერსალი ო რა მე უნივერსალი მინიმალური წესებით რომ ეხა ყურებში ამორტყმა არ შეიძლება და მაგას როგორ ვაკადრებ კაცო რა ლაბარაკო ეხა პადა ჩაუწია ყვერები ეხა ნახე რა სიბილწეებს დაიწყე მაგას განახე მართლა დავგეგმავთ მეგობრებო თუ და მე გექნება მეცახელი რკინის ყვერება მე ნუ და რა შენ გექნება უწარბოდიმა მე ვერ გიმეთ ყვერხებ როგორ ინგლისურად X Iron X გრებიშენ ჩართული ეხლა რაღაცა Sky Sports ორიგინალური საფერ კარტონს არა ის არის ჩართული და ქვია რა სილკი და შენ გისმენ შეჩემა მადლობა დიმა მადლობა შენ მე სხვა რა გზა მაქვს სხვა გზა არა მაქვს ჩემიანი ხარ ხო და ბუკა ისე კომენტატორობა ხერე გააჩერე აფამილიარობა არ უძნელობა ბიჭო არა უძნელ თვითონ რას გეტყვის და აგიშვებს ჩემს დაგიშვებს ნდოდარ მეორედ არ გაბედო სხვანაირად ვისაუბრებ ამიტომ მოგიყვანეთ ხასიათზე გვინდა მოგიყვანეთ დასაგრუნდად არ მოგიყვანეთ აუ რა საბობიტო კითხები დასვა მოიცადე ჯერ კაცთან ამო
ხო და მე რა ძალიან სიგიჟე-საგიჟეთი კომენტატორობა ახსენე და ისე აი ეს ეგეც არ შეიძლება რომ რაგბის თამაში წაიღო კითხი აბა კი რა ვიცი როგორ არ შეიძლება თო აი რა იქ მას შევისვრი ცოტა მაგრამ შეხოა არა მაგაზე ხა ერთი რამე იცოდეთ ხალხო ამის აკრძალვა რაში მდგომარეობს ეხლა დღეს გავიგე დეტალებში კითხე ყველაფერში რაგბის ბაზაზე მისვლაც კი არ შეუულია წარმოიდგინეთ მე კი არ იმაშვე პროზა ელემენტარულად ვინმეს თუ აქ იმედრისენი ადამიანურ გადაწყვეტილებას მიიღებენ არა ეს არა სიძახის გადაუსვა ხალხი იურიდიულს მარტო რა მორალურ რაღაცებს ეხლა იმ ხალხმა ვინც არ მინდა ეს სიტყვა ვეხმარო რო გადაუხვიონ და რაღაცა თქვა აზრი ჩემი დანაშაული ხო დაფიქსი და რაც არ უნდა გადაუხვიონ როცა ჭირდებოდათ მაგ გამომძიების ინფორმაცია მიცეს ყველაფერი მიცავ მაგარი სისტემაა რა მიცა ყველაფერი ერთმანეთს შენ ინფორმაცია მაგიტომ წავედი მე რა მაკეტკერო აი რა იკრძალება რა არაგერ დიმაკვა ბაზაზე მისვლაც ყიო და ყველაფერი და კომენტატორობა შეიძლება ისე არ გინდა ერთხელ ვცდი რა ბიჭო რა ვცდი ხო გირეკავდი მე და ეხლა ჩვენ ტესტები ხო გქონდა ეხლა კაციშვილს ჩემი ხმა არ ქონდა გაგონებული 2 წელი და უცებ კომენტატორი მოდი ძმაო მოსინჯოთ რა პრობლემაა აი აკრების ერთ-ერთ თამაშზე მოვა ხო და всё შევტახდით მაშინ და არა სხვა ხალხსაც ეხლა შენ კონტაქტი აღარ აქვს ხო რა ქვია გარკენასთან როგორ არა კაც ჩემი ძმები არიან არა კონტრაქტი რო გაგვისი კონტრაქტი ეხლა დროებით არ არის მისმინე მე რა თვალში რო წააგო ხიმის აი როგორ გამრეწკინა რა არა ერაბარ დაბრუნდება ზუსტად ვიცი აიღო 2 მილიონზე მეტი ხო შემოიგდა არა საქართველოში არ არის ზოგადად არ მოსულა ეკითხვა არა ძმაო არ მოსულა კაცი მუშავარი და ის არის ვერ გავიგე რა არ მოსულა ზოგადად საქართველოში MMA-ში ფული არ არის. ფული არ არის. ეს ბიჭები, აი, არ ენთუზიასტები არიან. კი, მაგარი ბიჭები არიან. ეკუთვნით, აი, ყველა სათითაოდ ძეგლით. რომ აი ესე რაღაცა მომავლის იმედი და თავისი შეუპოვრობი და მონდომები და ისე აი მაგიტომაც გამოვა. მინიმალური როგორ რა პირობებში არიან ისი და მაინც პროფესიონალურად აი აკალავენ თავს. იმედი მაქვს აქ ხალხს დაუფასდება და ძალიან მინდა რომ ეს კენა მაგას საერთაშორისო იმაზე ჩაჯდეს კარგად თავის სახე ცოტა უფრო მაგრამ შენ ახლა თუ დააპირებ გაგზავნა მე არ ვიცი ახლა მაგასაც გეკითხები თუ შენ იცი და მოიფიქრებ გადაწყვიტა მაგრამ თუ გადაწყვიტა მაშინ ძალიან სერიოზულად უნდა ივარჩიო შენ ჩემზე უკეთიცი ახლა იქ რა გაგჭირდება და როგორ რა ახლა უფრო მაღალი დონის ჩამოვენ უკვე მოწყუბრები უკვე შენც უკვე სხვა ლეველზე უნდა დახტე ახლა სამი თვე მომზადებული კაცი რაც არ უნდა ნაკრების ის იყოს კაპიტანი და რაც არ უნდა ლომი იყოს ეგ როგორ არის იცი სხვა ტექნიკა სულ მაგას ვიძახდი თელი მომზადების განმავლობაში რომ სოფლიოში ვინც გინდა აი როგორი სპორტსმენის გინდა მოიყვანე და 6 თვე მოამზადე გინდა 5 და გინდა 1 წელი მოამზადე რაგბიში რა და შემოუშვი მოედანზე ჩვენთან რა სიტყვაზე პროფესიონალი აზრი არა ვერ მოასწრე ფიზიკურად კუნთის მეხსიერება ის მაგას საფუძველი რა ქონდეს კაცო ჩაყრილი მაგრამ შენ უბრალოდ ის არის მოდი გეხოცები ტენა რომ ლაპარაკობდით აი ერთ-ერთი კითხვა არის მე ვიცი არა ერთ-ერთი კითხვა არის გამიკვირდაო ამ ხელა სპორტსმენიო და კარდიოში როგორ დაერხაო ხო და მე მაგალითად მეგონა რომ უნდათ რომ მოგეკლა ის თუ რაღაცა აი გეტყვი რა საჯმა არ გააჩერა თითქოს კარდიოში ყველაზე მაგრა ვაფშე ამ ჩხუბის მერე ყველაზე მაგრა გული რაზეც მწყდება სუფთა სპორტულ ამბავში ისაა რომ ბევრს პირველი კითხვა ეგაა რომ ესე ძალიან როგორ დავიღალე და იმდენი ხანი არ გააჩერა ამ საჯმა იმდენი ხანი არ გამაჩერა მან მუღამი რა იყო თავისთავად მე რო გამოსტილი ყოფილიყავი და ყველაფერი განსაზღვრული და ის მაგიმაში ისე შევძლებდი ამ ტიპის დაზიანებას რომ მაგდენი ენერგია არ დამეხარჯა მაგრამ მაგას ხო წლების გამოცდილება უნდა რამდენი UFC-ს და ისეთი მებრძოლი არის თუნდაც რა უმაღლესი დონის რომ მაგათ უჭირთ მაგის განსაზღვრა და მე გეტყვი ხა ჩემი დავალება რა იყო რა მოკლედ ორი მე ხო გამოუსწელი ვიყავი და მარტივი დავალებები მომცეს ბიჭებმა ორი დავალება მქონდა რომ ერთი რომ ნებისმიერ შემთხვევაში წინ უნდა მე არა ამ წინ სიარული ხო ის რომ წამოვიდო და შეტევაზე თუ რაც იქნებოდა მე წინ უნდა მე არა და თავარი ამბავი ის იყო რომ როცა მომენტი გაიჩითებოდა, აი როცა მომენტი მოვიდო და მაშინ უნდა მიმეყარა რა, აი მაშინ უნდა გამეშვა ყველაფერი და ან ნოკაუტი იქნებოდა, ან ტექნიკური ნოკაუტი, ან ტექნიკური ნოკაუტი საჯი გაჩერება, ან რაღაც ეგეთი მოხდებოდა რა.
და ეგ რა იყო, რა არის მეთქი, რომ ეკითხებოდი, რომ ეგ მომენტი როგორ ვიგრძნო და ეგ მომენტი არის, რომ სიტყვაზე ტიპი დაარტყი და შებარბაც და დაარტყი და დავარდა რაღაც ეგეთი რა. ისე მოხდა, რომ ჩხუბი წავიდა პირველივე რაღაცა გაცვლა. ხათაშორის თავიდან ეგ ძალიან სუსტი მეგონა და არა მოიჭდა მე ისეთი იყო. მაგარი კრივი არ ქონდა, მაგრამ გრეპლერი იყო. გრეპლინგი შეჟე ხო. წავიდა ძირს და ძირსო წავიდა მეთქი ეგ არის ეხავე გაიჩიტა. გესმოდა რომ გეძახდნენ და ესენი კი ეგ რაღაცა მესმოდა ძირთად ყველაფერი რა და მეთქი ეგ არის დაუცხე რა. დაუცხე მან როგორ არის იცი თან ჭუბის წინა დღეს საჯმა ესეთი რამე აგვიხსნა რა. რომ თუ მოწინააღმდეგე თან უცხოელი მსაჯი იყო ერთ-ერთი კიდე და კვალიფიცირებული UFC მსაჯი იყო რა მაგარი ტიპი არის და თუ მოწინააღმდეგე 3 წამზე მეტხანს დარტყმებს იღებს და პასუხს არ გცემს, ანუ უპასუხოა, ან არ ცდილობს რომ დაუსხდეს შენ დარტყმას, ეძლევა მითითება რომ იაქტიურე და თუ ყისიერვე არ აქვს ის რა ქვია, რეაგირება აჩერებს, იმიტომ რომ საჯი ჩადრის რომ მოწინააღმდეგეს ჭუბი ან არ უნდა, ან არ შეუულია, ან რაღაც და აჩერებს. გაითვალისწინე. მერე ამ ტიპს რომ დაუცხე, ამ კონტექსტს რომ დაუცხე დაუცხე, მაგრამ მივაყარე და მანდაც ენერგია გაუში, მაგრამ რაღაც მომენტში 15 თუ 10 წამის მერე გამოძრავდა რა. არ მიპასო, გამოძრავდა და ეგ მომენტი კაი, ვერ დავასრულე რა, ვერ დავაფინიშე, კაი, გაგრძელდა, მაგის მერე გაგრძელდა, მანდიყო მერე ამბარი რო გამიჭიმა და კიდე ხელი მომტეხა და ბიჭო ხო რაღაცნაირად გამოძვერი, ვარჯიშები რა მომეტეხა ისე იდეაში. შენ ეგეთი ხელი რო არ ქონოდა და მომტეხა თავი არ ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად გამოძვერი ნავარჯიშები ქონდა რა ბიჭებმა, პაველამ და როლოსთან ჭიდაობაზე. თუ როგორ იყო ბევრთან ვივარჯიშე რეალურად და იმას ეხდები რა. 3 თვე ვივარჯიშე სულ. რამდენი პატარანიო რეალურად მაგ რითის გამოძვერი, არ მოდი ხელი ესე გაჭიმული აქვს. და გამოძრომა არის მანდ რომ აი ეს უნდა გააკეთო რა. აი რა პატარა დეტალი არის იდეაში, მაგრამ თუ არ იცი მოგტეხავს. აი მოძრა რა მაგალითად ადვილად გამოძრებოდა, იმიტომ ის შენ როგორ გამოძრებოდა? არ მეცინება, ეს არის კინეული საკითხი, საერთოდ გამოძრება. კინეულია, კინეული. გარკვეულების პიკი. გავაგრძელოთ მე რა, უციგნოდის მომინდა რა ვერ შევიკავე თან. ეგ არის შემიშა. შეჩემა. ora მოკლედ ისე წავიდა ეს ჭუბი რომ ესე კარგად ყვებოდა ეს შესული იყო და მედი ისე წავიდა ეს ჭუბი რომ მე ავდექი და ისე წავიდა რაღაც ჭიდაობა ცოტა და ground and pound-ი და ამ ground and pound-ში უკვე მეც ენერგია გახარჯული მაქვს არ სპორტში როგორ არის ზოგადად იცი ხა ჩემი გამოცდილებით რომ 90% დაღლილობას მალე ანუ ანაზღაურებადია 95-ის ანაზღაურებადია რა რაღაც სიტყვაზე ვიზრებ პირობითად რო ავიღოთ 1 წუთში ნუ აბა 100 ეხა უკვე აბრედოა 100% რო გადიხარ აი 100% რო გაიღებ რა იმის აღდგენას მე იმას 90 ხო სიტყვაზე 1 წუთი უნდა და 100%-ის აღდგენას უკვე 2 წუთი კი აღარ უნდა რაგბის ერთ ორ თამაშს რო გადააყო ის ენერგია რაც სტახანჯე ბიჭო რაგბზე ის გაქვს რაღაცას ხო მაგიტომ რაღაცას იმას პაუზას დაიღებ რა მე რაბი არ ხარ შენ მოქმედებას გააკეთებ და მე გააკეთე 10 15 20 წამი რაღაც მომენტში შეიძლება 1 წუთი და რაღაც მომენტში თუ თამაში ისე წავიდა გაჩერ და 2 წუთი შეიძლება რო არ გაეჩერებინა საერთოდ ის ტიპი ამდღარიყო მე შეიძლება წაგეგო არა ყველა ოთი შეიძლება იმაში წააგო მაგრამ მეორე რაუნდში აი მაგამდე მივალ რა და ამ ტიპს რო ურტყავდა უკვე რო მომენტია რო ვიცი ეს ყველაფერი რომ ახსოვს 3 წამის ამეთ გიურტყავდა თან პირველი გაცვლაში რო გამექცა ეს ეხა კიდე არ გამექცეს და ურტყავ მთელი ძალით ეხა უკვე ნუ თან ბიჭო ურტყავ და მაგდროს ეხა მე ის არ მეყო გამოცდილება რომ ამისთვის თან ისე მერტყა რომ არ დაღლილიყავი და თან ეს დამეზიანებინა და თან საჯისთვის ეხა მაგას გამოცდილება უნდა და ეხა ამ გადმოსახედიდან თურმე ეგრე უნდა მექნა მაგრამ იქ ეხა ანუ ისწავლე ბევრი რაღაცა კი ხო იქ ეხა ისე ვიყავი რომ მეთქი აი ეხა და მომენტი არ გაუჟვა და უყურებდი ამ ერთი ორჯერ მეთქი ვახ რა შვება ეს უკვე დავიღალი არაჩერებს ეს თავში რა. უკვე ეგონა ესე იყო და მაგრამ ზიანის მიყენება ძნელი არის. ესე რომ დავივალები და გავუხეთქო რაღაცა. ვერ აყენებ, იმიტომ რომ იმალება და რეალურად ეგ დამალვა რაც არის, ეგეც გასაჩერებელი პონის არის, ამბავია რა. მაგრამ საჯმა ჩათვალა რომ საჯისაც მესმის ეხა ჩათვალა რომ ზიანს არ იღებდა ეს და ივენტის გაფუჭებას არ უნდა და თან პუბლიკას უსმენდა გასაგებია ეხა მაგისის მაგრამ მე ამასობაში მივაკვდი ამას აღარ მეყო მაგის გამოცდილება და დაუცხე და მე ისე აი რო არა მაკედან აი მაგ სახეობიდან შემოთავაზება სხვა სპორტი რო ყოფილიყო აი რომელი იქნებოდა რომ დათანხმდებოდი
მისა კერლინგი შეჩება. არ ვიცი, რავი, ეგეთი რა, ეგეთ დონეზე ეხა სხვას ბიჭო, სპორტი რა ეხა? პადელი ალბათ. პადელი. მაგრამ ეგეთ დონეზე პადელი. ჩოგბურთს თამაში იცი? არა, ძნელია ჩოგბურთი. ხო, აი. გაიგეთ? სპორტსმენი კაცი ამბობ ძნელიაო. ჩოგბურთი შეჩება. ხო, ნახე რას ვიძახდა. არა, ცოდნა უნდა ყველაფერს, ბიჭო. ყოველდღიურად 8 საათზე დადიხარ დღესაც ვიყავი, ძმაო. ჩოგბურთი ძნელია. ხელი ხტკივა მარჯვენა. არა, ძნელი არის, შენ არ იქნება თუ დაგები ტრენერთან ოკვირაში ისწავლე, ბიჭო. ოკვირაში ისწავლე. პადელი ისეთი არა, შუშას მოხდება ისევ ხო და მაგას გეუბნები. გუთის მოტანა მაინც არ გიწევს ყოველ სამწაუწო. მოდი ერთი. პადელი ბევრად ამუკა მამუკას დაურეკოთ, რაც ბობას გაფიცე. ამუკა გორგოძე. მაგარი საინტერესო იქნება. ხო, არ ვიცი. აბა რა ზარია ეს? დიდი შანსი არ დატოვა ნადირი მაგან. ოღონ რეპი ყველაზე წესიერი მონადირი არის. არა, მოწესრიგი არ ვიცი სად რა და გააკრიტიკა ყველა ვიცი. მაგრამ როი ბრაკონიერებზე მესუიგე. მე რა ბრაკონიერებზე ნადიროს მეგონი უფრო ვიდრე ორი ჩვენთან რო იყო გადაცემაში, რეები ლაპარაკო ვენაცო. მიირთვი მანამ სანამ დიმა ტექნიკასთან გაერკვევა და ალღოს აუტებს მიირთვი. მეგობრებო, ვისარგებლებ პაუზით და გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. თორე აი ესეთი პელე კაცი ხავს. ხელი ჭამე, მაგრამ კამერების წინ კაცო, მიდი ხელით, იმი დიმა. დიმა წარბებს ატყუპებს, ესე იჭერს ორცაც. მიდი კაცო აბნევი. ნეტავ სადა მიდი დაუსწრინე მე ვიმღერებ. მიდი, მაყვალ. აუ, გაიგოს მაყვალა მეთქი. ვიზე, ბიჭო. მიდი დაუძე. ვიზე თქვი მაყვალა. შენ დაგიზარდ. მამუკაზე, ბიჭო. მამუკაზე არა, იმაზე, იური ჯორკაევზე. დროი ხელთა 3 საათი შეჭამა, ამა ნახევარი შეჭამა, იმას 3 ბოშ. აი ბიჭო, არ ხალია. კაი, მე გადაურეკავ. სკაიპიცადე. არა, ბიჭო. სკაიპიცადე ვერ არის დაგაგებ. ისა, მოდი კითხე. მეორე რაუნდის ბოლო ხოდა ძილის ამთავრა და მე წამოვისმინე. და მე შენ ისენი მოვისმინეთ ყველაფერი, ის ემოციები, დედა იქ რაღაცა ძალიან მაგარი. ეგ არის ჩვეულებრივი ადამიანური დღეს უბრალოდ ისეთ სიტუაცია რომ ყველაფერი ეგ რაღაცა მიუყვეს. ჩემთვის ავარი მოტივაცია რატომაც ვიჩხუბე, ეგეთი მიზეზები იყო, თორე რეალურად ეხა 5 თვე მოსამზადება საკმარისი არ არის ჭუბისთვის და მეც რო ეხა ძალიან ბევრი რამე მაქვს ასწავლე თუ მაქვს სპორტს გავაგრძელებ რა თუნდა მე რა გამიკვირდა იცი ვიღაცეება რომ პატარა ნაწილმა მეორე მაგრამ ძალიან ისე რო შეხედეს ამას რა გაკრიტიკება რომ დამიწყეს რომ აი ისე უნდა ეგ აი ხა ეხა არა ეს ტექნიკური ამბები რომ კარდიო მარდიო რაღაცა მაგას ხო ჩემთვის სხვადასხვა ქონდა კაცი გაწოფებული გამოვიდა გამწარებული ამდენი თვე ლამის 1 წელი ჩაკეტილი თავისთვის დარბოდა წყნარად იყო თავის შუმად ვარჯიშობდა და იმხელა რაღაცა გააკეთე რომ გამოხვედი მოერი მოკლედ იდეალურად მოხდა ეს ყველაფერი ეს ეტაპი ჩავთვალოთ რომ 10-იანი გაქვს შენ რა ხო ფეხზე ჩხუბის შემეძლო რომ ტექნიკურად კიდე უკეთესად წამეყვანა მაგრამ თვითონ არ ნუ ჩხუბია ხა ეს შემდეგზე უკვე მეტი მოთხოვნი იქნება უკვე ცხადია და რავი ეგ უკვე შენი გადასახადია რა არ ვიცი ეხა მე აი მამუკას ეხა კი ურეკავდი მინდოდა ალბათ მე კიდე ვცდი და ბრძოლის მომენტში იქ ხო იჯდა მე ხო ტელევიზორი და მე მიწერე რომ მე გული მიკვდება მეთქი რა და მეც ეგრე ვარო რა ანუ შენ რო იგიყურებდით იმიტომ კი არა იქაურობას კი არაფერი ოპერი შენ რო არ ვიყავ არა იმიტომ ხა ბიჭო ჭირდები გულს ობიექტურად ეხა შენ რო რაღაცა იქ კარიერის ბოლოში ყოფილიყავი და არა აი იღებს ბიჭო დარეკავს თვითონ გული მიკვდება მიწერი იქნება ეხლაც ვიფწეფე გონოს რო რინგზია ეს კიდე ერთი 50 გრამი ჩაუსხით ან რამე ჩაუმატეთ იმ ლუჩში რომ მოკდეს იქნებ დაიზინოს მე დიმამ წამიყვანა ის ერთხელ არის ეხლა რაღაცა ყელეობას მოგიყვება არა მართლა გეუბნები კალათბურთზე ესე ვისვრით ხოლმე ფარში საზაფაჩულეს აკადემიაში ახლა პაუზა გამოგვივიდა და პირველი კალათბურთი თამაშებს წამიყვანეთ რა ბაზარი არა როცა და გადავიღოთ მე ეგერ ფაჩულიას აკადემიაში შუთ 360 უნდა გადობა უთხრა მანდის ხოლმე შუთ 360 არა შაბათ ოშაბათი და ხუთშაბათი შეგვილია ძმაო 12-ომდე მივიდეთ თუ წამოხარ ხა არც ისა გუნდი შეკრული თუ არა ვიდო წამოდი შეგუნდი არა ის ჩემთან უნდა იყო რომ მოიგო რო ისოდე რა ორი ერზე ვეთავ წამიყვანა მე რა წამიყვანა ფათში ვისვრით ხოლმე წამიყვანა პირველი კაიხანე მე ბატონი გოგი თანდილაშვილის მოსავლე ვიყავი კაიხანია მე შეწამო ეს კაცი რა არ მისვრიად წამიყვანა პირველივეზე 5 წუთიანები იყო ამან ჩააგდო 5 წუთში 100 ქულა და მე ჩავაგდე
ნუ 125 ქულა. 500 ბურთი ჩავაგდე, 50 ჩავაგდო, ამან 450 ჩავაგდე მე. კაი, ფაქტს წაგიყო და გაჩვენე. ეხლა ისე კაი მომენტი არის, ბიჭებს უნდა უთხრა ერთი მორა მე ვიტამაშოთ ხო მე რა ნოკა. ვაიმე, მე მაგათთან იქ ვაგის ბაქში მაგ ნათალის თავი დამანებე თუ ჩემი ზმახარი. რა 400. რატი ურჩეს და ესეთი. ვინ მაგათზე. მე ეხლა დაკრები ჩვენ ბიჭებზე ვიზახი. მე ვეთამაშებოდი წყალბურთელებს ლაგუნავერზე. კახა კანდელაკი, კი, აემათ. თვალში მატაკა თითი კანდელაკმა. და დავიხარე და თვალს ვეძებდი. იმიტომ რომ მეგონა რომ გადმოვარდა. თვალში თითი. და მიშველეთ მეუთხარი თვალი და თან ერთ ფურს რო ჩააგდები, უი, ეს მე მგონი კარგად თამაშობს, ცოტა პიზდეც. დიმა პიკე ხო არ სანამ ჩავდე. გიორგი გვილავაკ წერს, ეს არ არის კითხვა, ეს არის რაის რაგბი, ძმაო მიაწექი UFC-ს. აი, ნუ გაიხარე. მადლობა. არა. გამიჭირდება, არა, მადლობა. ეს დავით გვაჯაია ხუმრობით წერს, რა თქმა უნდა, ჩიხირთმა თუ ბოზბაშიო. ისა რომელი? ისე მართლა რომელი? ბოზბაში. ბოზბაში. ბოზბაში? საინტერესოა. მოკლედ, ლადო ვახტანგაშვილი, ეს კითხვები იქნება, ბუკა, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. ბიდი, ვის გამოც ეს ინციდენტი მოხდა, ეროვნული ნაკრების წევრები იყვნენო? არ ქონდათ სისხლში ყველაფერი ისე და ამიტომ გავხვიე შარში? შემდეგ რა მოხდა? გააგზელეს თამაშის მართლაც დისკვალიფიკაციო. მაგაზე. მოკლედ თქვი თუ გინდა. არა, ხო. მაგაზე რა ისიც მას მინდოდა და თვლიდი რომ სწორი იყო. აი, მაგას გეუბნები ხა, მე მაგალითად. იცი როგორი თემა? მე მაგათ შემიძლია ბევრი რაღაცები მოყვე რა, მაგრამ ამის ნებართვ გარშე ვერ ვიზავ და არც არის საჭირო მე თუ კითხავთ რა, იმიტომ რომ მე ჩემი მიმართვა გავაკეთე ასე ვთქვათ რა, იქ თავში რა. მოკლედ ლადო ვახტანგიშვილი უკაცრავად, მაგრამ აი კითხეთ, ჩვენ კითხეთ. ეხლა კიდე ურეკავ მამუკას ვცვი, მამუკას დაურეკავ კიდე. სანამ დიმა დაურეკავს ვიტყვი რომ აი აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ და გინესი იდეალურ ფასად დააგვირგვინოთ და დაარაგოთ. დალიე ნოდარ, დალიე შენ რა. თავკალი და რაღა დავიო. მეორე სტუმრობით აი. მამუკა! სადა ხარ? ღრუბლების ჩასვდეზე ხარ? არა, წამჯერად არა. აბა ღრუბლები რა? აერზე ხარ რა? ღრუბლები რატო ჩანს? ეს გიჟი გეკითხება რაღაცას. მანქანაში ვზივარ. რა მანქანაში? უი, პანორამა წერია. მე მეგონა კოსმოსი. მამუკა, მოკლედ ვისაუბრეთ ჩვენ ახლა ბუკას რაღაცებზე რაგებს ნაკლებად ვეხებით, გვინდა რომ უფრო გავართოთ და მოყვა თავის ჩხუბზე რა. შენ იქ იყავი თავზე აკოცე მე მახსოვს. და ეხლა ახალი ჯგუფი დაიგეგმა, ახალი ჯგუფი ბუკა შემოხდა ჯგუფი. მე და ნოდარი უნდა ვიჩხუბ, მე და ნოდარმა უნდა ვიჩხუბოთ. შენ და ნოდარი ბუკასინაო. არა, გიჟები კი არა, შენ და ბუკასინაავდე მე და ნოდარი კიდე, მე თქმი არა გვაქვს. ცეგარი. არა, მე და ნოდარი და შანსი არა გაქვს, დიმან, ნოდართან შანსი არა გაქვს. ოპა! ჯამ. რამდენს დადებ, ბიჭებთან გავიყოთ მე, რამდენს დადებ. ეგ არ შეიძლება ეხა ის სახალხო თქვა რომ აი, მაშინ 20-იანი და ბოცა თუ როგორ არის ბიჭო? სხვარი და 20-იანი იყოსო. 20-იანი და ბოცაო. მე კიდე მორიდებულად ვიყავი ეხა მე მეგონა პირდაპირ ეთერში ვიყავი. არა, ბიჭო, ეთერში ვარ, ეგ წერთ ამას, მაო. იცი რა? ჩხუბი, ბუკას ჩხუბი. ეხა იცი რაღაცას გეტყვი, მე და ნოდარი რო ვიჩხუბებ, შენ თუ იქნები. თავზე ჩემთვის მოგიწევს კოსტა იცოდე. გამარჯვებული იქნება. აზარი არ არის. და შენ ისე უაც პარტერში უნდა ნახე გაიპო მამუკ ნახე რა სახი აი შეხედე ორი წალი ქომაგის ოსისი უდეს პირში და სამი გინესი აქვს ჩასხმული მამუკას 20-იანი შემხვდება მე. მითხარი მართლა შენ რა ემოციები ქონდა მე კი მოგწერე ეგ შენც მომწერე ეს ჩვენი ემოციური მიმოწერა ქონდა რა სანერვიულო იყო დიმა რომ ვერ წარმოიდგენდი ისეთი ემოციური საერთოდ აი ლაივში რო ნახავ ძალიან ისეთი ისაა იმიტომ რომ შეიძლება მომზადებული იყო ის იყო და პატარა რაღაცა მოხდეს მართლა გეპატიოს და სხვა ჭიდაობაზე გეპატიოს, აი მაგ სპორტში და ძიუდოში არ გეპატიება. ენება ერთი მოგამიტარონ და всё მეკოლე ვარდის. ო და აი ეს ბიჭი მაგათაც ის ქართველი პატარა მუხლი აბა ჯუბა არა და მაგას ვიზახი ექსპორტი ბოქსი და ძიუდო რა სამივე ისეთი ისაა რომ შეიძლება მთელი წელი ემზადო და დარჩე გაღიმებული რა და რეგში გამოასწორებს, სხვა ჭიდაობაში გამოასწორებს, ფეხბურთში გამოასწორებს, კალათბურთში და ეგ ძალიან ისეთი არუჩი აპასნის ერთ კითხვას დაგისვა, კაი ჯიგრულად. შენ როგორ გონე უნდა გააგზელოს? ეგ თვითონ იცის თავის. ტანკი ხარ აბარა. მე მაგალითად ეჭიც არ მეპარებოდა რომ აპატოს ესე. პელე ხარ. ინტრიგანული კითხვა დაგისვი რა. ტანკია მამუკა დიმა ნოლჩესტი. არა, მე პირდაპირ გეტყვი რომ მე პირდაპირ
ხო მაინც აი ჩემი მე რატომ არც მისაუბრია ხა საერთოდ ცოტა პესიმისტი მოლაპარაკე ვარ ხოლმე მაგრამ მოჭიდავე რო ხარ ხელის ქნევას სწავლობ ხვაზე ხარ ბოქსიორი რო ხარ იქ ჭიდაობას სწავლობ და რეგბისტის ორივე სასწავლია. ისეთ ტიპებთან ის და მე მაგალითად მენანება მე რა ბირო ვიღაცა გამოვიდეს და ვიღაცა ჯიგარი ხარ. ვიღაც მოფლიანმა იმამაც ეგ მითხრა აი ზუსტად. სულაც მაგაცურა და გულით ვიძახი რა გითხრა ეხა მე ჩემი აზრი მაქვს და ესე რა თორე ხა ხო ხვდები რა ეგრეა რა ახო ჯიგარი ხარ მამუკა. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ისინი მუშს იქნებენ ზვავ და მთელი ცხოვრება ისინი გადახლართულები არიან და ჭიდაობენ და მიდი და ეხა მაგას იმასკენი რას მე რა ხო არ გეწყინა არა რა მეწყინა ეგრეა ნაღლად ეგრეა. მე გული მე რომ მიყვარ ხარ ძმაო და ვიცი ბიჭო რას მიხდი გადის. ზუსტად იგივეს ამბობ მე. ზუსტად იგივე მითხრა იმას. მეწოდებიო რინგისთვისო მენანები. ხო და აი მას მაგრა ახატე აი ასე უგრაჯუნებს ეხლა ხო მაგებს მაგრა ახატია ვის აწყუბობს ასაკეთე. ერთგეთი შენ დაეხატები ჩემს მამუკა ვიყარ ხარ დავაი მამუკა. ორი კაპიტანი ყავს ეთერში ორი ყოფილი არ არსებობს ორი კაპიტანი მამუკ შეხარ მოიცა. ტენისი უკმე პრობა არ მოგივიდეთ რამე თორე ხო იცი რა უმოწყალოდ უქნევდა მუშტებს არა დაო რა საბარაკო და რა მერაბა ბიჭო რა არის იცი მე აქეთ გასაქცევა ტუალეტია ჩავიკეტები ამას რა ეშველება არ ვიცი რა ჭიდაობა იცის მაგრამ. მამუკა დიდი მადლობა ძმაო გაქცევაც რომ გაქცევა სისტრაფეშიც რომ სტრაფია და გასირბილის რო იცი საიგარი აი თუ ზუსტად არხეული გვაქვს შანსი არა გვაქვს შანსი არა გვაქვს მიდი მამუკა კოცრი აბაჰე დიდი მადლობა ძმაო ასტაბანიანა კოსმის სამივეს ერთად აბაჰე ჯიგარი ხარ კარგად მამუკა იცის ნოდარმა ეხლა რა უნდა? ნოდარმა ჭიდაობა იცის. ის უნდა თქვა რომ ნოდარმა ნოდარ რა ჭიდაობა რეკლერია მურტა. დედა მოუწნა ეგერ რამდენ სასის დააჭიდავა ნახე ოხ შენ მე კამერებში მეგობრებო ტესტიპობს კამერებთან რო დადიხარ მოტეხილი უფ გაასწორა მამუკამ გადააგლიჯა ხო ვიცოდი რომ გადმორეკავდა არ არსებობს მაგარ რა იმას ხნა ეხლა უყურე და გავყვეთ ეხლა მე კითხავს რა ვიტყვი მამუკას რაც თქვი რომ არ დარეკა არა იყო არი კადრა აი ხა ამდენი კონფლიქტი ჩამოარეთ ვა შემდეგი რა გვაქვს კაი ნუ ეს ინციდენტზე პატუსემულადო ვა უკვე ადამიანმა ხო და რომელი თამაში ჩატარებული თამაშებიდან რომელ თამაში ასენია აი ეგეთი ატმოსფერო და ეგეთი რაღაცა შინაგანის აი უარს ხომ მოუგედი იქ მაგრამ ეს ბათუმში რო იყო ვაფშე სხვა ისედაც რაღაცნაირი ჯადოსნური თამაში იყო და ამბავი და განცდა და სოფლიოზეს ხომ მოვიგეთ კაცო იმას მოუგეთ რა ქვია 2015-ში მაგალითად ტონგას მოუგეთ ძალიან დიდი ამბავი იყო იქამდე სამუას მოუგეთ მაშინ ძალიან დიდი ამბავი იყო უოს მოუგეთ არა შენ კედლებში მაგრამ იტალიის თამაში იყო როგორ იცი არ ვიცი რა აი რომ მახსენდება ყველა მაგრამ თავარი ადრეს მithქვამს რაღაც ინტერვიუში ატმოსფერო მოედანზე კი არა მთელი კვირა რა გაცხდებოდა ხო რაღაცა რატო იყო ყველა ეგეთი დარწმუნებული როგორ იყო მათ შორის ჩვენც მათ შორის გულშემატკივარი როგორ წეს ეხა ყველა ეხა ეგრე არ ნუ ბიკო იმიტომ რომ ბევრი გეღავდა ბევრი იყო ჩასაბრებული მაგრამ ჩვენ გარშემო რა იმ რა ისის მოდიოდა ბიჭო თან ისე მოხდა რომ არგენტინის ანაკრებთან წავაგეთ მოსაგები თამაში კი და ეგეთ თამაშები რო წაგვიგი ეხა სპორტია ხდება ეგეთი რაღაცები როგორ გლანძღავენ იცი აუ ეს ნაგვები და ამათი და რეგრესი და ამათმა ვის უნდა მოუგო და იდეაში ეგეთი რამე უნდა ყოფილიყო მაგას ველოდებოდით და აბსოლუტურად საპირისპირო ამბავი გაიჩნდა მე ვფიქრობ რა ეგ ყველაფერი მე ერთმანეთს დაემატა ჯაჭვი რო გადაება მაგიტომაც მოუგეთ იტალიას თორე ბიჭო ბუკა მე მგონია რომ ხარისხი ყველაზე მაღალი მაგ თამაში იყო მაინც თამაშის აი ფრაგმენტები რომ ახსენდება ეს გაშლა თამაშის გაქცევა რაღაცა მან იცი რა იყო მაგ თამაშზე თვითონ სტადიონიც რაღაცა მაგთა ეგ თამაში იყო ალბათ თამაში რომელზეც ყველაზე დაბალი კოეფიციენტი ჰქონდა შეცდომის ხო აი სიზუსტე თუ რაღაცა რა თითქმის შეცდომა მაგ თამაშზე მე სხვა თამაში ეგ არის მე რა ეგ მაგას რომ მიაღწევდა სტაბილურად ეგრე ითამაშებ უკვე სხვაგან მე რა ის აი რაღაცა ბევრი სასწაული რაღაცა არ გაგვიკეთებია ნინიაში მაიჭირე გუნდურად ვიძახი რა რაღაცა ისეთი მაგრამ რაც გავაკეთეთ მომენტი რაც შეიქმნა ყველა მომენტი გამოვიყენეთ არაფერი ისეთი იმათი არ გვიჩუქებია დაცვა მაგარი ტაქტიკურად აი ისეთი გამართული თამაში იყო რომ არ მგონია აუტებიც ყველაფერი რა გიგია თუ რა 1-2 ტაქტიკურად ფიზიკურად შანსების ეგრე არის ხა მაგალითად ვიზახი იაპონიამ ეს ბოლო თამაში რაც მოგვიგო რა ჩემ რაღაც უმახსენია მაგალითად ვიზახი იაპონიამ რითი მოგვიგო იცი აი რომ გადაახტვე თამაში თავიდან რო უყურო რა ტიპებს
არც ერთი შანსი, აი, ამდენ პროცენტიანი, 100%-იანს კი არ ვიძახი. რაღაცა ხო? 35-40%-იანი შანსიც კი არ გაუშვიათ იმის, რომ ქულა აიღოთ რა. ხო, მაგრამ მაინც მოგებული ქონდა. ხო. ეხლა არ ვიღავიწყებ იმ დეტალებზე, ბოლოზე ლაპარაკი გადააგედა და არ გვიდა ეხლა ეგ ხო, მაგას ვიძახი, ჩვენ შეცდომა დაგვემართა და იმათ ბავშვი, მთელი თამაში, ჩვენ რაც გავაკეთეთ, ჩვენი იმით გავაკეთეთ, იმათ შეცდომა არ დაუშვიათ. ისა, რა ქვია, მე რა ბაი ბათუმი და ძალიან ბევრი რამე. ბათუმი რო ახსენე, აი, შენთვის რომელი სტადიონი იყო ატმოსფეროთი არ გულისხმობ, აი, რაგბის სათამაშოდ იდეალური საქართველოში რატო იცი რომ მე მომისმენია. საქართველოში რა სტადიონზე თამაშობენ შეჯება. ანუ არ მაცდის სხვა. ბათუმის სტადიონმა არა, ატმოსფეროს არ გულისხმობ. მინდვრის საფარი და აი როგორიც აი რაგბისთვის გათვლილი. მე მორაგბებისგან გამიგია რომ აი მაგალითად ავჭალის სტადიონს არაფერი მიჩვენია მინდვრის საფარი და გამომდინარე, იმიტომ რომ ის არის მაგას შეკილე. ვინ რაგბისგან დაასახელე. გეტყვი რა, მაგას გეტყოდა. რატო იცი რომ იქ ჰიბრიდი მაგას გეტყოდა. ბათუმში და მოჭედება. შერკინების მოთამაშე გეტყოდა რომ ავჭალის სტადიონი ურჩევნია. რატო იცი რომ იქ გეტყვი რატო რა? და მე და ხაზის მოთამაშეებს ვირჩევნია ბათუმის სტადიონი ძალიან მაგარია, დინამოს სტადიონი არის უმაგრესი და ლოკომოტივის სტადიონის როგორც წესი მაგარი იყო ერთი პერიოდი ჩაუვარდა და ეხა ისევ ძალიან კაია, მაგრამ მე აღარ შევიდივარ. გეტყვი რატო? შერკინების მოთამაშეებს აცვიათ ბუცები, რომელსაც აქვს 22-იანი შიპები, ანუ 22 მმ-იანი და 23 მმ-იანი შიპები აცვიათ. აი ამ ხელა შიპია რო გახედავ რა. ირო გაცვია საფარი თუ ზოგადად მყარი შეხვდა ეშიპი გაწვება უკან და ფეხს ტყენენ რა. ჩვენ გვაცვია 13-იანი მილიმეტრი და სანტიმეტრი ნახევრიანი შიპები მაქსიმუმ. და ის ადვილად იმაშვება და მაგით თამაშობ ტიკიტაკას. ხო, მაგიტოა რომ შერკინების მოთამაშეებს 22 ბილი მოედნები ურჩევნიათ, იმიტომ რომ შიპები ფეხს ტყენს, განსაკუთრებით პირველ მეორე ხაზს და ხაზის მოთამაშეებს უფრო ისეთი მოედნები გურჩევნიან, რომელიც სწრაფია. აი რომ აწყვეტინებდი, აი ესე უნდა არის. აბსურდული კითხვა დასვა. და არასახელები ვინ თქვა, ბიჭო? რატო უნდა ვთქვა? ეს ზიგარია, პროსტა გიფაზუღა თორე მაგარი ყლებობა. ხო, ბიჭო, ჩვენთან აქვს ეთერში ნათქვამი ერთ-ერთ მაგარ კაცს მორაგბეს შეკეთებს ამბავი. იანიცი. ლაკა ეხა ვალერი ჯოჯიშვილი გვეკითხება. ხედავ თუ არა შენ თავს UFC-შიო, რა ვიცი, ამაზე. შორს არის UFC-ში ჩემგან ჯერჯერობით. ძალიან ბევრი რამე უნდა ამოვქაჩო და ვისწავლო და ის და რავი დრო რამდენად მეყოფა მაგისტრის. სურვილი ეხა სურვილი ხო ეხა ადეკვატური სურვილი უნდა კონდეს ადამიანს რა ჯერ ეხა ჩემთვის. ბიჭო, რაშუაში ეხა თუ მოინდომებს მოვიდა დაიწყებ და მართო მაგას ვიხედავ და ვივარჩევ და ისა მე მგონია რომ რა ვიცი გამოვა, მაგრამ მე არ მინდა. ხო, ჯერ მე ჩემას ესეთი აპეცალვები აქვს რა ვიცი და არა, იდე მამუკა მაგრა თქვა, ვიღაცა ოფლიანმა ტიპმა ეხა ბუკაშარიკაზე რო გაგვილახოსოს, მაგ მილიონი დეტალია, მართალია რა. აუხდებით სადაც საჭიროა. სურვილი ესე რაღაცა იდეაში ოცნება, არ ვიცი, ჯერჯერობით უნდა გადავწყვიტო რა. კარგი, გიორგი კალანდაძე, MMA-ში ერთი ბრძოლა გაქვს და უკვე გამოცდილად გზნობ თავს თუ ჯერ კიდე მოსწავლის რეჟიმში ხარო? მე მგონი ჯერ მოსწავლის რეჟიმში ვარ კი არა. ძალიან შორს ვარ ჯერ კიდე იმამდე რა ქვია სტუდენტობამდე. და ერთი ჭუბი ეხა ერთი ჭუბიც როგორ არის ე? რამდენიც არ უნდა ივარჯიშო ჭუბს ვერ აკომპენსირებ და ჭუბში რასაც სწავლობ. ეხა იმ დღეს გუშინ ვარჯიშზე რო ვიყავი უკვე ვიგრძენი რომ რაღაცეები სხვანაირად. უკვე ბევრად წინ ვარ რა, ვიდრე ვიყავი. ამადა როგორ არის იცი? აი ეხა მომაფიქრე ეგ რა. სავარაუდოდ საწყის ეტაპებზე დიდი ნაბიჯებით მიდიხარ და იმიტომ რომ ბევრი გაქვს ამ მოსაკათში და ადვილი არის ამ დიდი ნაბიჯების და საწყისი ნაბიჯების გადადგმა შედარებით და ალბათ პირველ რაღაცა 10 ჭუბში დიდ გამოცდილებას მიიღებ და მე უკვე რაღაცას რო იხვეწები და მე ეგ ნაბიჯები პატარავდება ალბათ რა. ეხლა ჯერ მე უბრალოდ იმდენად უკან ვარ. და სამაგიეროდ ნაბიჯები პატარავდება, მაგრამ შრომა იმატებს ათმაგდება. მე ეხლა იმდენად უკან ვარ საბრძოლო ხელოვნებების ცოდნით, რომ ეხლა ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო და კიდე დიდი გამოცდილება. ყველაზე მთავარი რა არის, რომ პირველი ჭუბის მერე რომ აი ამდენი დეტალი შეამჩნიე და ითვალისწინებ. აი მაგას სხვა გზა არ არის. არა, სხვა გზა არ არის, მაგას ეს უნდა. აი ეს ეგ რაუნდებს შორისაც შევამჩნიე რომ მეორე რაუნდში ბევრი ენერგია აღარ უნდა დამეხარჯა, თორე ძალიან გაჭირდებოდა და მაგიტო იყო. ხალხი მეუბნებოდა გეცოდებოდაო და ისე მეცოდებოდა, აი ხა მან რიგზე როგორ შეცოდება და გეცოდება და მოგინგრეს თვალყბას ეგ. ჩემ თავს უფრთხილდებოდი რომ ეს კიდე თუ არ გააჩინე საჭმელა ჭუბი ბოლომდე გაგზავნა და მაგიტო იყო ბოლოს აღარ ურტყავდი. ერთი მომენტი არა ხა გიგას რაც დაემართა ჭიკაძეს. ეგ შემთხვევითო და არა, მაგას გეუბნები, კარგად მიყავდა ტაქტიკურად სწორად რაღაცა და ერთი ახელი საწევა დაავისდა ტიპს და გლიჯა ხა იმის და ავიწყდა არა, წარმოგიდგე ეცლებოდა, ისეთ მომენტში იყო და ახელი გაუშვა. აი მოსწავლეზე გამახსენდა ჯერ კიდევ მოსწავლე ვარ, დიმა შენ თუ გახსოვს ის ლექსი ყინვა და მოწამე.
არ გახსოვს ყინვა და მოწაფე. აი, ეხლა ნახე ჯგუფზე გამახსდა, იცოდე, შენზე ძლიერებისთვის თუ რაღაცა ისე რომ მომიგრეხია მწარედ კისერიო. აი, ყინვა და მოწაფე მეც მომეწარი. მაგლექსი. შემდეგი კითხვა. აი ეს რო ამას გიზავს შეწარმოიდგენ გიტარა რას გიზავს. აი, ხა მამუკა უცია. მოკლედ ეს ორი კითხვა არის გავაერთიანებ, თუმცა პასუხები ცნობილი არის და მაგრამ მაინც ნიკოლოზ სუკონნიკოვი და დათო გიგაური. ერთი კითხულობს რომ აპირებ თუ არა რაგბის სფეროში ჩართვას და მეორე კითხულობს რომ იმედია გამოუში დაგროვილი ნეგატივი და ბავშვთა რაგში მაინც თუ დაბრუნდება ბავშვთა აღზაში. ანუ ეგეც აკრძალულია. აკრძალული მაქვს ყველანაირი შეხება არის ამისთან. არის ვარიანტი რაღაც ნაწილობრივ მოხსნან ეგენი? მე ხა და აი ხო არის ჯერ მაგედამამდე არ მისულვარ ხა თუ ერთად ბოდი შეამ დაუბრუნდეთ მაგრამ რა სტადია ეხლა რა არის აპელაციო თუ რაღაცა წინა კვირას გავასაჩივრეს ჩემი ის რამდენ რაღაც პერიოდის შენ პირადად შენ გაგზავნე? ხო მე და ჩემა იმან რა ხო ნუ შენი სახელით შენი და არა კავშირის არა კავშირი ვერ ერთვება მაგის რა და ხა კიდე მაგაზეც ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე ხო და ველოდები რომ წინა კვირაში უნდა ყოფილიყო პასუხი გასაჩივრების პასუხი რაღაც სასამართლოს ავიჩატარდა და მაგათ უნდა გადა ის მოსჯილი 6 წელი უნდა გადაეხედათ და რაღაცა არ დამიბრუნდნენ და რაღაც ისე წელავენ რომ მე როგორც მივარაუდე ინტერვიუში პირიქით ჯობია რომ იწერება აბა ეხლა მოკლედ მოგწერდნენ და მორჩებოდნენ არა პირიქით იგივე ხალხი განიხილავს ვინც მოგისაჯა თუ სხვა აქტიურად ერთი კამანდა აი დროის გასვლასთან ერთად შეიძლება რომ რაღაცები შეერბილდეს განამოედანზე დაბრუნების კუთხით აი თუნდაც მწვრთნელი რო გახდე რავი იმათ თავში მე ვერაფერს ვერ ვატყობ რომ ისინი რამე შეერბილებას შეეცდებიან ძალიან უგულოდ იმაშვებიან რა რამდენად უგულოდ უყურებენ იცი ცოტა ეხა ბოლო იმაზე კოლზე ის ქონდა საუბარი მქონდა მაგათთან რომ იგი ჩამოვალ და ფიზიკურად მინდა რომ დავესწრო მეთქი ამ ლეპტოპს დახურავენ და მორჩა რა მაგათი ის და სადღაც საქართველოში თბილისში სადღაც იმაში თბილისის ქუჩებში ვიღაცა მერაბა დადის და კარიერას უფეხებზე კიდიათ ეხა იმად ეკვა და მე დახურა λეპტოპი და всё ჰოლოგრამა გონდივარ ხო და დაგივირუსდეთ ეგ ლეპტოპი ნუ აი მაგიტო ვეუნებოდი ბოლო იმაზე რომ მე ფიზიკურად ჩამოვალ და ისი არ შეიძლება რომ ეგ ისა ჩატარდეს მეთქი ნუ ბევრი წერს ამას რომ იმეც ვიტყოდეთ რომ 27 წლის სოფლიოზე გაკეთებაში მაქვს რა მე რა ვარ თუ არა მზად დღეს 6 ერის დონეზე სათამაშოდ ბათუმელია ვაქცერს რა უნდა გამოვასწოროთ რომ მათ დონეზე ვითამაშოთ ვარ თუ არა დღეს მზად არ ვარ არ ვარ სამწუხაროდ არა მამუკაც ყოველთვის მაგას ამბობდა ხოლმე რომ 6 ერის ერთი კომერციულია დახურული აი ისედაც ეხა თვითონ შეგიყვანენ არ შეგიყვანენ ეგ მაგათი სუბთა მაგატკეთილნებაზე ხარ სამწუხაროდ, მაგრამ ისედაც ცოტა ისი რა ამბავი არის. ძალიან კომპლექსურია რა, ეხა ეს გუნდური სპორტი მით უმეტეს, ინდივიდუალური სპორტი რა კომპლექსურია და გუნდური სპორტი კიდე მით უმეტეს და აი, მზადყოფნაში თუ ისე თავის დროზე იტალია რო შეიყვანეს და 20 წელი რო ყველაფერს აგებდნენ და მაინც იყვნენ, ეგ თუ მზადყოფნაში ჩაითვლება, ულაპარაკოთ უფრო მზად ვარ, ვიდრე იტალია 20 წლის წინ იყო, მაგრამ თუ გვინდა რომ ეხა 6-ში შევიდე და სოფლიოს ხო შეხვდა ეხა იტალია ჯგუფში. აი ეს ბურთა მოედან შენ ხელში. მაგრამ პირობები არათანაბარია რა. არათანაბარია რა. პირველია, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს მაინც ამბიცია კაცო ვიღაცა სიტყვაზე ვიზახი, ვიღაცა რომ MMA-ისო დაუკავშიროთ თუნდაც რა, ვარჯიშობს სულ ჩემპიონებთან და იმასთან ვარჯიშობს ეხა ტიპი ილია თოფურიასთან და მერაბ დვალიშვილთან და ალექს პერეირასთან და იმასთან და ამასთან და უცებ მიდიხარ და საქართველოსთან ეთამაშებია. უბრალოდ ეგრე არის ხო, სამწუხაროდ ხო. მეგობრებო, გამოვიწეროთ ლაიქს YouTube არხი და დავალაიქოთ ეს ვიდეო. მაგრამ ჯერა რომ რაღაცა კი, კაცო, იქ ბიჭო, კაი გუნდი ყავს ჩვენ, კაი სამუშაო, აი, მაგარი გუნდი კაი. ვწდოზე რას ფიქრობ? ახალზე ვინც მოვა თუ არა, ფოქრელი წავიდა ეხლა და მადლობის მეტი რა გვეთქვის, კაცო, ეხლა. ხო, არის კანდიდატები, ფრანგი, ავსტრალიელი. ეს კონდა შვენიერი კომუნიკაცია და შემდეგ, მაგრამ რაღაცა პერიოდი დგება რომ უნდა შეიცვალოს ეხლა, რა ვიცი. ხო, ეხლა მართლობა უკმაყოფილო დარჩა ეთყობა შედეგებით იმით ამის. ხარისხით ალბათ. ეს ბოლო თამაში რაღაც სულად წავაკეთეთ 0-52 რა. რაღაც ეხლა ხო. არა, ანგარიში ცუდია ეხლა ძალიან რა და. არ მეგონა თან ეს აქ ეს კონტაქტი ესეთი მაგარი გუნდი თუ იყო, არ მქონდა ეხლა მაგარი თამაშები და ახლა როგორ იფრინეს, ეხლა ჩვენს ვერ ვითამაშეთ, რა თუნდა მაგაზე ორი ძალიან იფრინეს რა. ნუ ეხლა ირაკლი ვერდაძე წეს სალამი რატო ეს გადაწყვეტილება და არა რაგბი, რა ვიცი, ლეიტმოტივად მაგას ლაპარაკობთ. არ მაქვს კითხები ლეგენდასთან, თხოვნა მაქვს უბრალოდ არ ინერვიულოს, ყველაფერი იქნება კარგად. გენაცვალე.
სერგი ციგრიაშვილი, გიორგი მოგწერა ეგ და სერგი ციგრიაშვილი წერს ორი ისეთი სტუმარი ყავდათ მიხიჩი და შარიკა რომ მე პირადად კითხების საერთოდ არ ამაკ ერთს დავამატებ ორივე ჯიგრები არიან მიხიჩა ლეგენდაა და შარიკაც ასევეო სერგი და გიორგი სერგი და გიორგი გიორგი და სერგი ციგრიაშვილი ენასვალეთ გიო და სერგი დიდი მადლობა ჯეისონ ბორნი გასწორდა მე რა შემდეგ რომელ ხორთის ნაჭერთან აპირებს ხულს. ხორთის ნაჭერთან და ფთხილად იყავი. შეხილად იყავი, ვინო? შეხარ ხაშლა. რა იცი, ემბეთოქე აი, შეგვიდა რომ შენი დეტალი. შენ რო ირჩევ ხო რა ტიპეს, ეგეთ დონეზე რომ აი, იცი რა, ამ მართლა გეუბნები, ეხლა მე ხო იცი რა არ მინდა რომ შენ იჩხუბო, მაგრამ თუ იჩხუბებ, დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ზონებზე ახვალ რა, არ ვიცი, პროსტა ეხლა თავს მოუთხილდი ერთსოლი. არა, იმდეს ვეუბნები რომ კაცი წააგებს, აცადე რა იძახს. რა წააგებს, არო შენთან უიჩხუბოს და არ წააგებს, შეჩემა რა წააგებს. აი, ჯანდა დავთმობ. მაგარი გრეპლერია. არ მინდა რომ არის დაწოლილი არის სასწაული. იქით მიყავ დაწოლილი. დაწოლილი შეგბოჭავს არ გაგანძრეს. ისეთი მარჯვენა. კაი, მეტი არც არაფერია რა. ძირითადად არის გამომხნევებელი ამბები. ყველა წერს კარგ რაღაცებს, ყველას უყარხარ ძმაო, ყველა პატივისცემს და ყველა განიცდის შენ ტრაგედიას. აი ამ გენასით მერავს გაუმარჯოს. აი შენ გამოყლებდი ახლა სულ რა. შენ ხარ გარყვნილების პიკი. მე რო ესმათრობდე შენ საგურამოში ისერს. რა ვინო და ფაქტის ახეზი არის. ო, კი, ყლიყლი. რა თქვა მინდა? კი თქო დაგეთან. მე რა თქვი? ყლიყლი. ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა გადავიდეთ. არა, ერთი წამი მაცალე კაცო. ეხა ასლებში მიდის. რა გენატრება ყველაზე მეტად? რა მინატრება? რაგში, ხო, არა, გუნდში, აი რა გენატრება ყველაზე მეტად? მოედანი და ბიჭები და ისა რა შეკრება და ღაბუციც მათ შორის. ეხა ეგ სივრცე ეხა MMA-ის ბიჭებმა იმას ფიქრდნენ. ეგენი უარესები იქნებიან კიდევ ვიდეო. შემივსეს, თორე ძალიან სიცარიელე იყო მაგამ ბავშვი. მაცივრი ყოველდღიურობა. ვანო კარკაძე რო მაცივრი ჩილაროვაში აი ეგ ვიდეო არის ჩემი ერთი ჩემი ყველა საყვარელია ისა შეჟარა და მეორე არის ეგ რა. და ის აი ამხელა კაცი ბიჭო გული ჯერ ჩილო როგორ ჩაერთია მაგაცი ჩაზრა იქ ბიჭო ჯერ აი როგორ არ უნდა დაგეზაროს უბრალოდ შენ ეგეთ რა ეგეთებიო არა ეგეთი რავი არ მოსვლია და ეგ კაი დადგმა უნდა გარდა ვის მოაფიქრდებოდა ეგ ეს თვითონ ჩავჯდები მაცია და ეგ აი მომენტში გავიდა ანუ თუ რა უთხრეს წყალი გაიწდა გასაღდა ტიპს რა მაგრა ეს წყალი ჩადეო იმაშიო თუ რაღაცა მაგის შეიძლება ხო შეიძლება ნეტა გავახსენოთ ხალხს YouTube-ზე არ დაგვიბლოკა რა დაგვიბლოკას მაგას არ მომისმე და შენ მესამე საყვარელი ვიდეოც გაქვს ის პატარა ბავშვი რო ექიმს რო იძახს ეგ ის ექიმი გინდა გამოხვიდეო ეგ ცნობილი ვიდეო ფუჭურის რო იძახის და კიდე ერთი მაგარი ვიდეოა რეზო ჩელებაძის შვილიშვილის ეხა ეს ბიჭი დიდია უკვე და გვინდა რომ ერთხელ დაველაპარაკოთ ხახნა ნახი აუ ვერ შენეს შვილი ბავშვი ზის პატარა 10 წლის თუ 8 წლის ბავშვია და ეკითხებიან როგორ არის ჩიტი და ბებიამის ვიღაცები უტრაკებენ და არ გეტყვი ეს ბავშვი იძახე და მოტრიალდება ეს ლეზო ჩერებაძე ჩვენი ლეგენდა ბიჭო და როგორ არის რა პროჩო გავხარდე ბაბა ფრანჩ ეს მაგარი ვიდეოა და ეს ბიჭი უნდა დაველაპარაკო ეზო თქვინდა მოვიყვანოთ მაგრამ ვეღარ მოვაბით თავი რა მაგარი რამე თუ ისე აუ მაგარი იქნება ჩელებაძის რა ფერი რა მე მეგონა კიდე რამე ჩელებაძის ის და ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა წავცუნცუნდეთ გადაცემა მაიცა ზოგადად კითხოთ რაღაცა კი არ დავამთავრებ ამის მერე შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ მეორე სერია ბუკა სხვა კაი ვთქვა ეს MMA ხა შენ პროფესია შეიძლება ეს არ გაიხადო კომენტატორობა თქვი რომ შეიძლება მოსინჯო ერთი ორზე თამაშზე და ისე ზოგადად მე მაქვს ნანახი რომ რაღაც სამშობლოს რეკლამაში იყავი კრაჰო რაღაც აღებავი არ არის შემოთავაზებები რაღაც შემოთავაზებები ხა არის აუცან აღარა ვარ ხა მაგრამ ცხოვრება ხო გინდა თუ რაღაც უნდა გავაკეთო სასახური გინდა რა ელემენტარულად ყველაფერს დავიდავანებოთ ჩვენთან არა გვაქვს ფული თორე აი ვინცე რამე ხო ხდები ხა შემოთავაზებები ჩვენ შეგვიძლია გაჭამო და პიო და გალევინო ეს ის კაი საქმეა ლუდი არა ხო და რამე ხო ფიქრობ რაღაცა რამე რა ვიცი რისინიჩი გაკრიცინიჩი არტისტობის და სხვა თუ შორის პაროდიებს აკეთებ აუ შენ ბიჭო პაროდია ეს მე პაროდია ტრეზორა საიდან იცი შენ საიდან იცი ხოლმე მე ვიცი საიდან იცი უნდა გავაკეთო აი ბიჭო მოდი არა კაი მაშინ იმას გავაკეთე არა მე არ ვიცი პაროდიო შენ კი მე რა პაროდია მაგარი უნიჭო ვარ არა გავაკეთო და თუ არ ვარ გამოვჭრი მე გამორიცხე კაი გავაკეთებინე და ამოვაჭრებინე ეხლა ამოგაჭრებინე თქვი ტრეზორში საიდან იცი
ბიჭო გავიგეთ რა ხალხთან ურთიერთობა გვაქვს. მე თქვი ვიდეო გაქვს. ვიდეო არსებობს მაგის. მიდი და თულა მე ვიპოვით მე. ნოდა შენ გააკეთე რა პაროდია და ესეც მოდი სამიო გავაკეთე შევეძიბო. შევეძიბო. დინა გააკეთე მერაბის პაროდია მაშინ. ამის პაროდია რა უნდა გავაკეთე. 4-0 დამარცხდი. გეხვეწე. ამის პაროდია რა პაროდია ეს არ გავხონდის არა. იცი როგორ მაინტერესებს შენ და ტრეზორას პაროდია რომ ტრეზორას პაროდია გინდა გავაკეთო. აბა იმას კი არ გეუნები ახლა შევარდაც პაროდია გააკეთე ამოწრით. არ დავდებ მაგარია რა ის. აი ბიჭო დამატები. ბატონო ჯონდო. მოგიცხარი არ გაუტრაგო მეთქი შეჭე. ა შენ გააკეთე რამე ტესტი შენ პაროდია. აკეთე პაროდია ეს მაგარი მიჭიერი. არა რაცო მე პროსტა მე ტრეზორა ვიცი შენებლობა და ავეც ვაკეთებ გასართობა და ის და ბიჭო ჩაკუში აგირტყია ხელში. დიმასთან ღობე რაც აქვს სო არ კავიცი და ასე შედგება. მართლა? ები ხონია პროფესიები ასე კიდე რა აღურეზა. ბა პროფესიად ეგ როდემდია კარი სანამ ჰობი არის კარი არის და პროფესია როგორც გახდება ეგრევე გასიგა. ღობე სუმეშეულებას აღარ საგურამოში წავედი გავყევი ერთხელ ღობეს უმე შევიღობე დღემდე. საგურამო არ არის ეგა. აბა რა არის მადრიდია? სად არცით სად იყავი შეჭი. ბალიორკას დამავიწყე. ახალ სოფელი ქვია მაგათაც. სად არის ტერიტორიულად? მე ცხოვრობ 8 წელია. და იქიდან და აა გარე ახლა ველოსიპედით რა მანქანა ჯერ ერთხელ გზაზე რული გადაუკანა. რაში ველოსიპედით მანქანა ჩამოხვალ და სკუტერი ბიჭო ხან ზაფხულში დავდივარ მოტოციკლეთით. ეხა აი დღეს ეხა როგორც სამუშაო დღეს წახვალ იქით? ხა მე ვიშა ცხოვრობდა ნარო მან საგურამოში ვიცი რა ყოფილი ვარ ნაროსთან. წამდა იმიტომ გაწამდა მაგრამ მაგას პატარები ყავდა და მე ჩვენ არა გვაქვს პრობლემა ბავშვების დარების და და საღამოს ახლა დილი წამოვა თუ მინას თუ დრო არის შუა დღეს ჩავალ და არ მეზარება სკუტერი ყავს ხო ბიჭო ველოსიპედს აქტობებ თბილისში ველოსიპედი მანქანაზე მაქვს ბუკა გიჟივი დაბმული თო გავიჭედები სადმე მანქანას ავაყერე გადავждები და დავდივარ არა მე ეგრე ვცხოვრობ მე 7-15 წუთზე ვიძებ და 8 წუთზე გამოვდივარ. გააჩუმდი შეუძდელო შენა. 8 წუთზე საცხობს არა, ჩემი მას გეტყვი რა. ხილბოსტანი და რაღაცა. საცხობი არა, იმას მივაკრავ. ხო იცი რასაც მივაკრავ, ხა არ ვიტყვი აქ. ვაუ, მოგერიდება. მე დილით 7-20 წუთზე ვიღვიძებ ყველა ვარიანტში. მე ცოტა იყავაში, მაგრამ რა ცივა ეხა ძნელია წამოსვლა, მაგრამ უცებ ჩავიცვალე, მე ვაღარ დამეზარდა და მოდივარ 8 საათზე. ვარ უკვე ვაგის ბარში. თამაშობ ჯოგბურთს 2 საათი ცოტა მეტი. მე თქვა ეხა დღეს ეს ჩაწერა მაგ გაგწამო მე რაღაცა ფილმია გახმოვნება ესე მე საღამოს ეთერი მაგ და 10 საათზე ადრე არ ვამთავრებ რა ესე ვარ რა და მაგას ვარ მიჩეული გაიგე მაგაშია მთელი პრობლემა მეგრო გავჩერდე რომ შევწყვიტო ალბათ მე აუ დასკანერების ის ლუკა ხო და კალადმურთი დავაი დავიგეგმოთ ვაგის პარკის დავიგეგმოთ გააკეთეს ხოშიანად მან საფარი როგორ არის აი ახალი გავაკეთეთ მართლა მე მიწერე კალადის და ეკას მიწერე და ედას ვიცავარ ფეხიომეტრია რო თამაშობი და მიწერე რა ოთხარი გახოცებინე და ისე ბადეც კიდია ბადეებიც კიდია ახალი ფარებია და აუ მაგარ რაღაცა მოგიყვე აი ეს ახალი გაკეთებული ეს მოედანი და დილით ველოსიპედით მივტასავე და ხედავ განათებულია რა ეს ფარი გავიხედე ვიღაცა გოგო კიდია ეს კაცოზე ეს და ქვემოთ ორი ტიპი და ფოტოებს უღებენ ეს რა შეიყო ხო შევიშალე ბიჭო ფოტოსესია თქო და გოგო დაგიდეს ხან გოგო იყო ბოდიში ხა ისა თოთამ ძიმე ხასიათებით კი არა ოღონ მივედი მე ოთხარი ძალიან გთხოვ მეთქი და ჩამოწყლება მე უნდა იჩარიცოს 200 კაცმა უნდა იცვალოს კრუჩევიცო რა ბედნიერად ეკიდა რომ ვითომ ტენის და მე ვთქვი კიბეს მოგიტა დადგიჯეს ება ესე კერით რომ ვითომ ტენის რა ფოტოზე რა ერთხელ იმეებით მივედი მე ვეძებე NBA საიტებზე ემებზე არსად არის ეს ფოტო არ ვიცი კარგი რა მე მეგონა რა თუ ხა თუ ვიყურებ და ეს არ მაგინდოთ ეხა სიმართლეს ხვებით მეგობრებო დავიწყოთ მოიცა ერთ წამი ეგ რა არის გიჟის ბალათი თეთრი შენი ბალათია მეგობრებო აი აქ შეგიძლიათ ბილიბერკის ბარში მოხვიდეთ ფში დაასკანეროთ და უკვე რა რიცხვია 17 ხო 31-მდე რამდენიმე დღე რჩება და დაასკანერებ და დიმა გეწევათ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმით შეიძლება ესეთი ბრეტელებიანი ან ბუზღალტერი ეს ვიდეო და მე თქვა მოგიდან საჩუქრებს ეხლა ჩვენ და გუშინ უყურებდი ძველი დინამოს ფრაგმენტებს უყურებდი გეფიცები შენ რო შეაგდე ის მაგრატელა რატენები გუცავი რა ნომერი იყო არ გეტყვი არ წამოგცდეს ამას არ ვეთქვი შეეცემა ხალხი არ ვაცემი აგია ხალხი არ ვაცემინებ ამას მოკლედ მეგობრებო გადავედით კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებზე ტრადიციულად ჩემი მოფიქრებული იდეის ავტორი მე ვარ ჩამოხრჩობანა ხო
თუ შენ ვერ გამოიცნობ, აი გვაქვს საჩუქარი კომანდისგან, ჩვენი მეგობრებისგან, სპონსორებისგან გამოგზავნილი საჩუქარი, ის ჩემთან დარჩა. მაგარი აფერისტი ის შენი ყველა პონჩი. არაფერი, რატო? სპონსორი ეგრეთ იტყვება. მიდი გაითქვი. ის საჩუქარი მე არ მოხდა ჩემთან. ეხა დღეს ერთ შემთხვევაა, ერთადერთი შემთხვევა, როცა აზიარავ იქ რა უწერია, არ და მე და ბუკა ერთად ვიტამაშე. ყვანს დააცემინოს აი ახლა. რა ეხა რა რას იცახე რომ ვატყუებ ხალხს? ხო, არ მოგიტყუებია ჯერ. ხო არა და შებიჯო ვარ. რატო ბაქში არ მოგიტყუებია? დავიწყოთ. ერთ-ერთი ოღონდ ეხლა მაცდი? ოღონდ ეხლა დეტალებში არ ერთი სიტყვა არ არის აშკარა. არა, ერთი სიტყვა. წინადადება. ეხა ვებხის დღეოსა გვათარგმინებ შენ, მაგრამ არა, ხელნაწერთა ინსტიტუტში ვიყავი და იქიდან ეგრე ეს ამან გითხრა და ნუ იმეორებ ხელნაწერთა ინსტიტუტიაო. ასე შეგიძლია. მე დაიწყე. კაი, ნოდარ დაიწყე. ცნობილი სერიალიდან არის აი ეს სიტყვები. ხელი ძაღლი იქნება. არ ვიცი. ხელი ძაღლი იქნებაო თვითონ თქო. შენ მიანიშნე რაღაცა? არ ვიცი მეთქი, შეჭე, მაგრამ რამდენი ხო შეგეძლო გითხრა, შენ. კაი, მიდი, და. შენ ეთახმები? ხო, აბა რა. ეს ხმონები გავიარე. აი იმდენი ასოა აუჩვი. ეხა იქნება 11-ია. ოღონ არ გამოგჩეს, რომელიმეა, რო იცი ხომ ეს პროჭულად. აჰა, 2 ი შემირა აუ რამდენია ბიჭო ბირიშვილია თო აჰა დუნანი დისიტატი დისი ახალი მოვიფიქრე მეგობრებო დიკიტაკა შევცვალე დუნანინა დისიტატი ეს გაბნებს და არა არა დუნანინა დისიტატი დუნანინა დისიტატი ორია არის მან არ ვიცი ხო მიდის მედესი მაცა უთხრათ აბა ხმანები გავიარე დუნანინა რა მოიცოთ ბუკა იტყვი შენ მიდი ბუკაში აი ირაზე არა მიდის შეიძლება აი გამოტოვებაა რა არა ვიცი რა ორიანი ის არის აიკეთე 4 სიტყვა არა 1 2 3 აი იქნება რა აი ხონდა არა აქ ხონდა კ მაშინ აბა იცი ხო ვიცოდი ხამაკიდები რა გამიტრაკეს საქმე თო ამას სტუდაადეთ რა შემცა რა ჩემი რა ეგ არის არაფერს არ დავადებ ხალხმა უნდა გაიგოს რომ გორდი ხარ კი გეგონა ო გაჩუმე ხა დიკიტატა ამიკრძალე ხალხიც აყვადა დუნანინა დისიტატი თუ გინდათ დავტოვებ ს აბა ს ბიჭო იმდენი სიტყვა ყველასო იქნება დარწმუნებული ვარ ჟუდა პუზგარ რაო სუ კარგად წავი არ გამოგჩეს ნოდა როგორ რამ გამომჩება გადავაკეთე საკი არიგო საკი არა არა არიგო საკი დუნანი და დისიტატი დუნანი და დისიტატი დუნანი და დისიტატი სიტყვა უნდა იყოს კი ჩოქვი ჩემოვიარე მომითხარი მოვავო ჭირიბე რატო მიდი არ არის პირველი ჯოხი მოვიდა არ არის ესე იგი არ არის და დაწერე აქეთ რომ ვიცოდეს რომ არ გამოგე თავიდან რო ფანტაზია უნდა გქონდეს რომ დაიმახსოვრო არა რასოები გოგ ნათქვამი შეჩემა ლი ჩაწერე უკვე ას გვაქვს ყველა გვაქვს ხო რა შენი შავი თვალები აი ლუთი თავდება ბიჭო თანის ბოლო არ იქნება ქართული არ გეტყვი ქართული არ იქნება არ გეტყვი არ შეიძლება იყოს ქართული შეიძლება უცხოური არა რუსული შეიძლება იყოს მასერიაში უამრავი ფრაზებია თო ჯერ არ დამიდასტურებია რომ ცხელი ძაღლია შენ თვი მოვთქვი მოვთქვათ უნდა ვთქვათ ესეთ მოენგრა სახე არის ერთია მარტო ბიჭო კარგად ნახე აბა კარგად ნახე ჩვარავი ხვავილები ამია მინა და გულზე და გაჭკნა ჭირიბე ეს ერთი სიტყვა ეს თვიანი ეს ხვედა ერთია და იქ რაღაცას კი ეს რუსული სიტყვა იქნება რა რუსულ ხო დაწერდა არ დაწერდა კინოში ხო არის ფრაზები რაღაცა სელძახში რუსულ ნარნარი ყვავილები აი სი რა სინ სი ესპანური შეიძლება იყოს სინ სუკინ სინ ეგ ეგ არის რამიაშვილი სუკინტი სი საგავარტი სუკინტი სუკინტი სი რამი ეს სინი თუ ნუ მეტი არაფერი არ ხდებოდა შენ წეგან ეზოში გითხარი და დაგამახსოვს იმენა რა გვარი იყო ის რამიაშვილი არა როცე მე კაცო შენ
კონტნი. აი ეს არის ნონდნი. სურვილი წამოვიდა მეორე. მეორე არა, მეშვიდე. სად მიდიხარ ჯეჯების დროლა? საჩუქარი აღარ დამრჩა. აუ თორე ისი არ მიცევდი ეხლა რა. ბაზოლა. ეს კომაგის გადა არა. მოიცადე. სად გამარცხი ოგის ხარი? არის ხოლმე ფრაზები მანდ. ეზოში გითხარი. და გამახსოვე. არაფერი არ გითქია ბიჭო, კიდე იგივე სიძახი სამი საი პროსტა და გამიზრდა. ჩვენი სპონსორი, ჩვენი მეგობრების კომაგის ისტორიული დაფა და იწვანეთ ხედავ ის აქ მოწერილი. პირველი მორაგბე იქნება, ვინც ზევი, სამდაფაზე აი, სალიკობერგერი. უყურე? კი, რაღაც მოდოლომდე არა. მენა. ქვევით მოვაწე. სადაც გინდა სენიორი. მოიცა მე დავიდებ და. აх, რამდენი ვიცინე. კაია ბუკა რა, კაი საუბარი გამოგვივიდა, აი აი. აქ არ გააკეთა მეგობრებო, მაგრამ გეტყვით, გაგიმხელთ, ცხელძაღლულგები ძალიან ბევრი ხართ. ტრეზორას პაროდიას არის ის ბიჭო, ნუ გამოდ. ააკეთებს. არ ვაკეთებს. ანდადებ, როგორ არა გააკეთებ იმას. ეხა ნოდარი ხსურული ხო წააგე. მერე ეხავე გავაბოთიროთ. რაზე? ერთ გილი კაი პაროდია გლიდია და ის პაროდია გავაკეთო არ ვიცი. ვის მე გეტყვი რა? არა, არ მინია. გეტყვი შეჩემ. წავაგე და გატეხიეს შუა და ერთხელ ვერ დავიტოვე ესა ჩუქარი ჩემთვის არ გამოუგზავია. ორი კი, ამი ორი სურვილი მაქვს, წინასიც და ეხანდელი. მიდი რა პაროდია გლიჯე. არა, არა, პაროდია ეგრე. გავაკეთებ. ბიჭო რა, ისი ყველა შეუულია. არა, არა, მე უნდა მოვემზადო რომ ა გავაკეთო. ბიზნეს პაროდია ბარათაშვილის. არა, ეგრე შეკეთე. არა, არა, ნახე რომ გააკეთა. არა, არა, კი, ნახი მაგე. იცი ვის პაროდია გააკეთე? ცხელძაღლი ხო კარგად გახსოვს. ბიჭო, კი, კი, გაწოდე არა, ისე. პირადად. არა, ეგრე იქ პერსონაჟებს ვერ ვაკეთებ. ბადრიშუბლაძის პაროდია გააკეთე. ვისი? ბადრიშუბლაძე. არა, ავიცი. მე შეგაგინებ, მე შენ მიპასუხი. ვერ ვაკეთებ ეგრე ეს ჩვენ ვღადაობდით რა. ესგან! ის რო ეუბნებოდა რა. ეს გადაცელის და ნაწილებისგან. ო შენიდი. ესგან! მართლა და მართლა. ეგ ვაფშე ეს დუეტი. არა, ბარსა რეალია. კაი, ბუკა. გესპერდაში ხო გადადიხარ? მე მგონი ცოტა ესე ვქენი სუბოქად კარგად. კი, გაიგო, ჩვენი ჯგუფი ჩანიშნულია, ასე რომ მათო კი. თქვენ ჯგუფს სი ხრამიაში. პრომოუშენს გავუკეთებ თქვენ ჯგუფს. ბიჭო, მოდი იქ მართლა ჩავგეგმოთ რა. მოდი. მოდი. აი 15 წამი რო ურტყა, მაგრამ ხო არ მოგდება. ეს უწუთიანი რაუნდი და გააკეთოთ ეხლა. აი და მაინც თქმა ხო არა იცოდა აიცილებს ცოტა. არა, მე მინდა რომ 15 წამში დავაგდო. მოიცა ბაგაკაჯან რას თვლის? უცნახევრიანი რაუნდი. ბაგაკაჯან რატო უნდა და თუ არც ერთი არ დავარ და შეფასება მოიცა მე იქ მზეს უმზირას ვარჩევ თუ რა. ეგ დაივიწყე იქ. შეფასება რა თუ არც ერთი არ დავარდა ბიჭო. უცნახევარი. ეგრევე დაწובה რომ მივახლოვდები ბიჭო. ლიჟაჩი ვანები. არა, კაცო ეს ისე. შენ ავარში ეს კაროჩე რა. მე არ მოვემზადებ. ნახე რევსაკეთ და გატოვნა. შენ მასწავლე ეგაი. მოკლედ ძალიან მაგარი. მე რა ელიზმო. მოკლედ ხალხო მადლობა რომ გიყურებთ. სტუმარი ვეცადეთ რომ ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა ვეცადეთ, მაინც მოვახერხეთ. შენ თქვი ახლა და არ გამაბრაზე. მინდა რომ ყველა რა ვიცი, გისურვებ ბუკა რომ მაინც აი ხო იცი იმედი ბოლოს კვდება, მაინც რაღაცა შენც არ აგონია რომ გულისხმობაში რაღაცა ის კი იძახი ეს კატეგორიულად. აი 20-ის დონეზე კი მაგდა მაგაზე მეტი რა უნდა ვიოცნებო, მაგრამ რა ვიცი, ბიჭებიც იძახიან რომ მაინც იმათაც აქვთ იმედი, ვისაც ვახლობ უმეტესობა იძახის მაინც. გენაცვალე. ძალიან სამწუხარო ამბავია. რა უნდა თქვენს მაყურებელმა უთხარი? აყურებელმა უნდა გამოიწეროს ჩვენი არხი, უბრალოდ ჩვენი თხოვნა იქნება, უნდა გამოიწეროს, არა, გთხოვთ, გამოიწეროს ჩვენი არხი, დაალაიქეთ. ეგ არის, და მოგწერეთ კიდე კომენტარები და ასე შემდეგ რა. მერაბს კი ძალიან ბევრი გამარჯვება ცხოვრებაში. რასაც ჩაიფიქრებ ყველაფერში, გამოკლეთ რა. აბა ჰე. ავედი.